ხორცით რო იკვება უფრო იაფიჭდება ქვეყანაში ჩემი აზრით. ვიდრე ბოსტნეული. ჩვენ თუ გვინდა რომ ქცევით ცვლილებას მივაღწიოთ, ერთჯერადი ტრენინგები არაფერს არ შვება. ქართველს ეუბნებოდე რომ თეთრი დათვი დაიუღება შენ თუ ამას არ შეწყვეტ. თეთრი დათვი რომელსაც ქართველის უმეტესობას ალბათ კოკაკოლის რეკლამაში გვაქვს დანახი. ძალიან ლამაზ დავარცხნილ გასუფთავებულ ვიდეოებს, ანიმაციებს ქმნით, მაგრამ არა იმ საზოგადოებისთვის, ვისაც ეს სჭირდება. დონორი თუ შემოდიოდა საქართველოს და რამეს აფინანსებდა, ყველა პროექტში აბსოლუტურად იყო მაგათი წესები, რომ ყველა პროექტში უნდა ყოფილიყო რომელიღაცა სახელმწიფო დეპარტამენტი ან სტრუქტურა ჩართული. სად დადის ბავშვი ბაღში, ცურვაზე როდის დადის და ასე შემდეგ, ყველაფერს რო ასაჯაროებ, მისი უსაფრთხოების პრობლემაც არის ჩემი აზრით. მოგესალმებით მეგობრებო, გიბრუნდებით შემდეგი პოდკასტით. დღეს გვექნება ყველაზე მწვანე თემა, იმიტომ რომ ჩვენი სტუმარი არის მარიამ კიკვაძე, კლიმატის ცვლილების გარემოს დაცვითი კომუნიკაციების ექსპერტი. ძალიან ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციებში გიმუშავია მარიამ, უნივერსიტეტის პერიოდიდან გიცნობ და ვიცი შენ აქტივობებს ვადენებ ხოლმე თვალს და ეს გარემოს დაცვა, მწვანე ტექნოლოგიები, მწვანე თემა ზოგადად საქართველოში ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. და მოდი მაშინ დავიწყოთ. პირველ რიგში მადლობა რომ გვეწვიე და ამ თემაზე მოგვეცემა საშუალება რომ ვისაუბროთ და რაღაცა კითხვებს გავცეთ პასუხი. დავიწყოთ მოდი კლიმატის ცვლილება, გლობალური დათბობა. ამ თემებთან დაკავშირებით არის ხოლმე ბევრნაირი აზრი, ხო? ეს რაღაცა არის ბევრისთვის ფულის მანქანა, ბევრისთვის მოგონილი პრობლემა და სიამოვნებაში რა ხდება ამ ვითარებაში, რა არის რეალურად საფრთხე, რომლის გამოც მთელი საერთაშორისო ორგანიზაციები შეიქმნა, მუშაობენ ამ მიმართულებებზე, მათ შორის მწვანე ცვლილებებზე, მწვანე ტექნოლოგიებზე, მწვანეზე აბსოლუტურად ყველაფერზე, რატომ არის ეს საჭირო, რა არის რეალურად და რაღაცა მაყურებელს რომ დავანახოთ ეს ცოტა სხვა კუთხით. მოგესალმებით, თავსო, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიხარია ამ ფორმატში რომ მოგვეცა შესაძლებლობა გავცვალოთ გამოცდილება და ჩვენი მოკლედ შეხედულებები ამ თემაზე. და ძალიან დიდი მადლობა რომ მწვანე თემებს და ზოგადად კლიმატის ცვლილებაზე საუბარს დაუთმე დრო, იმიტომ რომ რეალურად ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაზეც უკვე მე ჩავშლი დეტალურად, რაც გვაქვს საქართველოშიც და არა მხოლოდ საქართველოში, არის ის, რომ ეს თემები ძირითადად როგორც არის კლიმატის ცვლილება, სამართლიანი გადასვლა, თუნდაც მწვანე ტექნოლოგიები განხილულია როგორც რაღაც ცალკე მიმართულებად და როდესაც ამ მწვანე თემებზე იწყებს ადამიანები საუბარს, გონიათ ხშირად მოსახლეობას და მე ძალიან აქტიურად ვმუშაობ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით რეგიონებში ადამიანებთან, განიხილავენ ამ ყველაფერს როგორც ცალკე რაღაცა გარემოს დაცვითი თემა, რომელიც ჩვენ ყოველდღიურობასთან არ არის კავშირში და რეალურად ძალიან არის დაკავშირებული იგივე კლიმატის ცვლილება. ყოველდღიურობასთან, იმასთან თუ რას მივირთმევთ, როგორი გარემო გვაქვს, არის თუ არა ჰაერი, რომელსაც ვთქვათ სუფთა, წყალი, რომელსაც ვსვავთ რეალურად ჯანსაღი ჩვენი მოკლედ ყოველდღიურობისთვის და ასე შემდეგ. თუმცა რო დავიწყოთ შესავალი სახით, უკვე 8 წელია ამ სექტორში ვმუშაობ და ძირითადი ფოკუსი მაქვს ცნობიერების ამაღლებაზე, ამ თემების უფრო მეტად წამოწევაზე, რომ არა მხოლოდ ერთი კონკრეტული სექტორი, განათლების სექტორი მუშაობდეს, არამედ კომპლექსური იყოს ეს მიდგომა, რაც ნიშნავს იმას, რომ მედიას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია კლიმატის ცვლილების საკითხები, როგორ უნდა გაშუქდეს, სამოქალაქო სექტორი როგორ უნდა თანამშრომლობდეს ერთმანეთთან, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორ უნდა მივიტანოთ საზოგადოებამდე ის საკანონმდებლო ცვლილებები ზოგადად, რაც ნაკისრი ვალდებულებების სახით გვაქვს ქვეყანაში. ანუ ამ თემებზე ძალიან დიდი ხანია ვმუშაობ და კლიმატის ცვლილება რომ ახსენე 2020 წელს დავიწყეთ საქართველოს კლიმატის პროგრამაზე ვმუშაობთ, მაშინ ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამა იყო და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავდა ეს პროექტი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო რა არის კლიმატის ცვლილება, აი ამ თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და პირველი კამპანია, რომელიც მაშინ ჩაუშვი იყო მედიასთან თანამშრომლობით და სანამ კამპანიებს მოკლედ დავგეგმავ ამ მიმართულებით ყოველთვის რაღაცა ბეისლაინ კვლევას ვაკეთებთ, რომ რა მოცემულობა გვაქვს, რა საჭიროება გვაქვს და ასე შემდეგ. სტანდარტულად როგორც ხდება. მაგ პერიოდში, როდესაც მოვიკვლიე მედია რა ყურადღებას აქცევდა კლიმატის ცვლილების საკითხებს და როგორ შუქდებოდა კლიმატის ცვლილების თემები, ერთ-ერთი მთავარი მიგნება რაც ვნახე იყო, რომ ძირითადად კლიმატის ცვლილება იყო განხილული როგორც აბსტრაქტული საკითხი და ყველაზე ხშირად მოყვანილი მაგალითი იყო არქტიკის ყინულის დნობა, ზღვის დონის მატება და რაღაცა პოლარული დათვების ამბავი, რომელიც რეალურად ვერ ქმნის იმ ემოციურ და რეალურ კავშირს ადამიანებს შორის,
რომ მე როგორც საქართველოს რეგიონში მცხოვრები ადამიანი გავიგო რა არის კლიმატის ცვლილება და აღვიქვა, რომ ეს არის რეალური პრობლემა. ამაზე ცნობიერება იყო ნაკლები. სწორედ ამიტომ ამ წლების განმავლობაში ბოლო 6 წელია კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერება ამაღლდეს, ძალიან ბევრი პროგრამა გამიკეთებია და ამის მიგნებებზე და შედეგებზე ვისაუბრებთ პოდკასტის განმავლობაში, თუმცა ერთ-ერთი რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ რეალურად ჩვენ შევძელით სხვადასხვა პროექტების განხორციელებით, რომ კლიმატის ცვლილება აღარ ყოფილიყო ესე განცალკევებული საკითხი, რომელთანაც კავშირს ადამიანები ვერ დაინახავენ და რა არის ეს? კლიმატის ცვლილების ტენდენციები აისახება ჩვენს ყოველდღიურობაზე. დაკავშირებული არის ეკონომიკასთან განსაკუთრებით. იმიტომ რომ რეალურად გლობალური დათბობის ტენდენცია წარმოშობს ისეთ ექსტრემალური ამინდის პირობებს, რომელიც ხდება მაგალითად რადიკალურად ცხელი დღეები, ასევე გახშირებული წვიმები კონკრეტულ ლოკაციებზე და ბევრი სხვა ისეთი მოვლენა, რომელიც უკვე უკავშირდება მაგალითად კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის დანერგვის საჭიროებებს და რას გულისხმობს ეს, როდესაც მაგალითად მოსავლიანობა იკლებს, სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანი რეგიონში მცხოვრები ყოველთვის ამას საკუთარ გამოცდილებაზე აისახება, ხო? ანუ სხვა რაღაცებს აბრალებს, მოდი ესე ვთქვათ რა. არ მაგასაც ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ 2022 წლიდან დავიწყეთ ეროვნული გამოკითხვის ჩატარება, კვლევა კლიმატის ცვლილების შესახებ პოლიტიკის, განათლების, ცნობიერების და ცოდნის მიმართულებით. და მაგალითად გურიაში რო კარტოფილს, ანუ წალკაში რო კარტოფილს თესავენ და რაღაცა არ მოდის ისე, ისინი ძახიან რომ ეს გლობალური დათბობის ბრალია და არა ჩვენი პირობითად. ეს გლობალური დათბობის ბრალი არ არის, მაგრამ ყოველთვის ამას ახსნიან ხოლმე პრაქტიკულად რა, რეალურად ტერმინები შეიძლება რთული გასაგები იყოს, მაგრამ ადგილობრივი ყოველთვის ამბობს რომ 20 წლის წინ ასეთი ამინდი არისო. ამდენი წვიმები არისო. ხო, აი გვალვიანი რადიკალურად ცხელი დღეები არისო და მე არ მჭირდება და არ მჭირდებოდა სარწყავის სისტემა, მაგრამ ახლა თუ სარწყავის სისტემა არ დავნერგე, მაშინ მოსავალს ვერ მივიღებ. სარწყავის სისტემის დანერგვა დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ნუ ახლა ესე კონკრეტულად ერთ რაღაცას ეკონომიკურ მასთან ვერ დავაკავშირებთ ცვლილებებთან, თუმცა აუცილებელი არის ეს, რომ აი ცნობიერება თვითონ იმ ადამიანების, ვინც მაგალითად სოფლის მეურნეობაში არის ჩართული, საკმაოდ მაღალია და ისეთ კარგ პრაქტიკებს გვიზიარებენ თუ რატო ხდება ეს მათი დაკვირვებით, რომ აი მაგალითად შეიცვალა წყლის რესურსებიც, ასევე მდინარისპირა სარწყავ სისტემებს რომ ნერგავენ. მოკლედ, ბევრი რაღაც პრაქტიკა, რასაც ისინი ყოველდღიურობაში უყურებენ, გამოცდილების ხარჯზე დაკავშირებული არის და მეორე საკითხი, აქვე ჩვენ გამოვიკვლიეთ რომელ წყაროებს ენდობიან ადამიანები და საიდან ისურვებდნენ ინფორმაციის მიღებას. ნუ სოციალურ ქსელში კი ვიცით რაც ხდება და ძალიან რთული არის რომ გაფილტრო მედია, წიგნიერება და ცნობიერება ზოგადად დაბალი არის მოსახლეობაში და ეს დეзинფორმაციის ბუმია და აი ამ ყველაფერში რომ შენ ადგე და გარემოსდაცვითი თემები ისე წამოწიო რომ ადამიანი თან დააინტერესო და 1000 პრობლემასთან ერთად ეს მნიშვნელოვნად დაანახო. დაანახო ძალიან რთულია, იმიტომ რომ ალგორითმიც არ გაძლევს ხშირად ამის საშუალებას. შესაბამისად ჩვენ ან 2022-2023-ში და 2024-ში ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელიც ხელმისაწვდომია, რა თქმა უნდა, და ამაზე მედიაშიც ვისაუბრეთ, აღმოვაჩინეთ, რომ რეგიონებში ცხოვრები ადამიანების დაახლოებით 93% ამბობს, რომ ისურვებდა ინფორმაცია კლიმატის ცვლილების თემებზე, საკითხებზე, თუ რა იწვევს კლიმატის ცვლილებას, რა ტექნოლოგიები არსებობს იმისთვის და მექანიზმები, რომ კლიმატის ცვლილების ტენდენციებს ებრძოლონ საკუთარი რესურსებით, მიიღონ ინფორმაცია მედიიდან. იმიტომ, რომ სანდოობა მედია პლატფორმების მიმართ ამ საკითხებზე საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა. და რეალურად რეგიონებზე მაქვს ამ შემთხვევაში აქცენტი, ნუ ჩვენ ურბანულ ჭრილშიც გავაკეთეთ, იქ ცოტა უფრო ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით იყო უფრო მეტი პრობლემა გამოკვეთილი ვიდრე მაგალითად რეგიონებში და აი რეალურად ეს მონაცემები გვაძლევს რა საშუალებას იმისა, რომ დავგეგმოთ ჩვენი აქტივობები ან თუნდაც პროექტები ან მედიასთან მიმუშაოთ ისე, რომ მედიის წარმომადგენლებმა ისეთი მედია პროდუქტები შექმნან, რომელიც ცნობიერებას რეალურად მიიტანს ხალხთან. მეორე საკითხი არის, აი უცებ ხა დღეს გურიიდან ჩამოვედი, ერთი კვირა ვიყავი გურიაში და ვახსენე, რომ რთულია სოციალურ მედიაში, მოკლედ
ისე ჩაუშვა ეს საკითხები, როგორც არის კლიმატის ცვლილება, მიუხედავად იმისა, რომ ვაკეთებთ და ვცდილობთ, რომ რაღაც კონკრეტული სამიზნე აუდიტორია გვყავდეს და მივიღოთ ამაზე შედეგები, ძალიან რთულია მიაწვდინო ხმა კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიას. ნუ იქ ახალგაზრდები ყავს სეგმენტი, არა მხოლოდ სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანები, რომლებიც რაღაც ენერგოეფექტურ პრაქტიკებს ნერგავენ, მეწარმეები, რომლებიც ძალიან კარგ პროექტებს ახორციელებენ. და აი ჩემი პირადი პრაქტიკით გეტყვით, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში გურიაში ყოფნის დროს გავიაზრა ესეთი რაღაც. მანამდეც მქონდა ეს გააზრება, მაგრამ ეხლა განსაკუთრებულად გამიჭირდა. სოფელში ყოფნისას მქონდა ჩართული 2 კონკრეტული სატელეფონო ქსელის ულიმიტო ინტერნეტი და ასევე ოპტიკური ინტერნეტი, რომელიც სახლში გვაქვს. მთელი 10 დღის განმავლობაში თუ სამუშაო დრო იყო 5 საათი, მიწევდა 10 საათი მუშაობა, იმიტომ რომ ფიზიკურად ინტერნეტზე წვდომა არ არის. ანუ გააქვს ინტერნეტი, მაგრამ არ იჭერს. ასე არის რეგიონებში და ხანდახან გვაქვს ხოლმე ესეთი ის, რომ აი რეგიონებში გვინდა დიჯიტალიზაცია, იქ რაღაცა კონკრეტული ინოვაციების დანერგვა და რეალურად რა ხდება, რომ იქ ადამიანს ბევრ სოფელში განსაკუთრებით ინტერნეტზე წვდომაც კი არ აქვს. და აქედან შემოდის კიდე მედიის ამბავიც, რომ მედიას მაინც დიდი როლი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები ტელევიზორი რჩება ადამიანებს, ასე ვთქვათ, რაღაც საინფორმაციო რესურსის შევსებისთვის პირობითად. აი, ყველა ხა ვერ განვაზოგადებ, მაგრამ მე მიმუშავია ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში და აი მაგალითად წალკაში 4 წელი რომ მუშაობდით სოფლის განვითარების მიმართულებით, გრადი ინოვაციური, კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვაზე, მათ შორის ეკონომიკის დივერსიფიკაციაზე, იყო სოფლები, სადაც დავდიოდით და ჩვენი როგორ ვაკეთებდით ხო, ანუ ადამიანებს მისთვის რომ მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რომ ეგ ტრენინგ პროგრამა გვაქვს, საგრანტო პროგრამა გვაქვს, გეხმარებით რაღაც მენტორობის პროგრამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ შენი ბიზნესი, მაგალითად თაფლს რომ აწარმოებ, რეალურად ეს წარმოება ოჯახურ ბიზნესს გაცდეს და ბაზარზე შეხვიდე. აი ამ ყველაფერს რომ ვაკეთებდით, პირველ რიგში გვიწევდა სოფლებში ჩასვლა და მე ვყოფილი ვარ სოფლებში, სადაც არათუ ინტერნეტი არ იჭერდა. საერთოდ არც ერთი ქსელი არ იჭერდა. ანუ დარეკვაც კი შეუძლებელი იყო, როცა იმ სოფელში შევდიოდი იქედან და კონკრეტული წერტილები არსებობდა და აი ეს საკითხებიც ხა AI-ზეც რომ ვისაუბრებ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეალურად საუბრობთ AI-ზე და ადამიანებს ელექტროენერგია და ინტერნეტი არ აქვს და ეგ მაგის კაი მაგალითი ხე წინა ეპიზოდებში ძალიან ბევრჯერ ვახსენე, რომ საგამომათლებლო ნაწილში განსაკუთრებით სკოლებშიც კი აი ბევრ რეგიონში, ბევრ სოფელში, მაღალმთიანში განსაკუთრებით სკოლებში მასწავლებლები საკუთარი მობილურიდან აზიარებენ და როცა ინტერნეტზე კი არა, ზოგადად კავშირზე, ანუ საუბარია მობილური კავშირის წვდომაც შეზღუდულია, იქ საუბარი აღარ არის უკვე ინტერნეტზე, ხო და განსაკუთრებით მე მგონია რომ ზოგადად საქართველოში აი ამ ტიპის ბიზნესებმა საქმის კეთება არ იციან, იმიტომ რომ მათ ინტერესში უნდა იყოს რომ ეგ ყველაფერი იყოს ხელმისაწვდომი, ყველგან იყოს დაფარული ეს ქსელი, რომ მეტი მომხმარებელი ყავდეთ, მეტი ფული გქონდეთ. მათ შორის ხა ჩემპიონატი გამოცდილებიდან ხა ქსელს არ ჩამოვთვლი კონკრეტულად, მაგრამ ნული კომუნიკაცია რა, რაღაც რაც არ უნდა, აი ხა მაგალითად შემთხვევით ცოტა მეტი თანხა ჩამერიცხა ანგარიშზე, ერთი კვირაზე მეტი ვწერდი და ერთი კომუნიკაციაც კი არ გქონიათ, როცა რაღაცა იმაშვებიან რა ქვია, პრეტენზია აქვს რომ ლიდერები არიან საქართველოში ბაზარზე. ხო და ამ დროს აგერ იმიტომ აქვს ამის ასე ვთქვათ გაკეთების საშუალება, რომ კონკურენტი არ ყავთ და დაალაგებული აქვს ეგ ბაზარი და აგერ რაღაცა Starlink-ი შემოვიდა უკვე ინტერნეტის ნაწილში. მან რავით, ჩემი ძალიან ბევრი ნაცნობი გადავიდა, მეც ეხა ველოდები უკვე. ერთ თვეში ალბათ მეც გადავალ და მობილურ ქსელებზეც აგერ სატელიტური კავშირზე უკვე საუბარია უკვე Apple-ის საუბრობს და სხვა კომპანიები, ხო და ეგ ალბათ იქნება ის მომავალი, როცა საქართველოში ამ ტიპის დომინაციას ალბათ დაასრულებს და ცოტა რეგიონებში განსაკუთრებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება ეგ დომინაციის სისტემა გვაქვს, იმიტომ რომ აი მე მქონდა შარშან წელიწადზე მეტია full time job საერთოდ ანუ სრულ განაკვეთზე საერთოდ აღარ მუშაობ და მაქვს იმის მოქნილობა რომ წავიდე მაგალითად და გურიაში ვიმუშაო, მაგრამ ფიზიკურად ვერ მივდივარ, იმიტომ რომ ისე ხანგრძლივი სამუშაო დრო მაქვს, მაგრამ იქ ყოფნისას კიდე უფრო დიდი ხანი მჭირდება. ხო, სმარტივ რაღაცაზე ინფორმაციის მოძიება, კოლი რაღაცა შეზღუდულია და მახსოვს ჩვენი მომწოდებელი ვინც არის ადგილზე ერთადერთია სოფელში, 45 თვილი არის ღირს მოკლე სტანდარტულად რაც აქვს პაკეტი. ყველაზე კარგი რაც აქვს ისიც გადავიხადე და ავიღე და ნუ ურეკავ რომ ყოველ მეორე დღეს ინტერნეტი საერთოდ არ არის და დაჭერა ცუდია, ნუ რაღაცა მიწოდებაც რა ვიცი 5 კილობაიტი. ძალიან ცუდი მიწოდება ჰქონდათ და მითხრას ესეთი რაღაც ჩვენგანო პრობლემაო არ არისო, საბარაუდოდო თქვენ რომ ანტენა არის დამონტაჟებული, ხეებიო ეფარებაო.
და ამაზე მახსოვს პოსტიც დავდა მე სოციალურ ქსელში რა და ეგ არისო პრობლემა და როგორ მოვიქცეთ მეთქი და მოჭერითო ანუ რეკომენდაცია გასცა ოპერატორმა რომ თელის სიმწვანე რაც გვაქვს სოფელში და რის გამო შეიძლება გინდოდეს რომ საფრთხე იქონდეს გაჩეხეთ ხე ანუ ჩემიც და მეზობლებისაც ალბათ რომელიც ეფარება აი ამ ანტენას ნუ აი ძალიან რთული ვითარება არის და აიქვე გეტყვით რომ თავარი მოკლედ საკომუნიკაციო ესე რაც არის ხა დომინაცია რაც ახსენეთ რეგიონში კიდე ისეთები არიან რომლებიც არ უშვებენ სავარაუდოდ ამას არ ვიცი მე ძალიან ბევრი წერილითაც მიმართე ხშირად და მოსახლეობა ყველა შეწუხებული ამ ფაქტით უბრალოდ რაღაცნაირად ეჩვევა მე რეგიონში ადამიანი როცა და იზახია რომ მაინც არის შველება და მოდი ახლა რატო დავკარგო დრო და გურიას გამახსენდა მე მგონი გურიაში მაგ ინტერნეტიზაციის პრობლემას აგვარებდა ესტონეთის საელჩო კონკრეტული პროექტის ფარგლებში ეგეც დაიხურა თქმა უნდა ეხა ამ ვითარებებში ან ის პროცესი რაც დაიწყო გურიაში თუ მაგ პრობლემის ფესაგვარებლად რაც ეხა შენახსენე ნუ ეგეც არ არის აღარ არის უბრალოდ აღარ არსებობს იმიტომ საელჩო აღარ გვაქვს ზოგადად საქართველოში უკვე და რაც სამწუხაროა ხო კაი ბოდიში გადახვევა პატარა დაუბრუნდეთ მოკლედ ამ წვანე ამბებს ხო რეალურად მაშინ აი მაყურებელს რო აუხსნათ აი ძალიან მოკლედ და გასაგებად რა არის კლიმატური ცვლილება გლობალური დათბობა და რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს უახლოეს პერიოდში და ბევრი ფიქრობს ალბათ რომ აი საქართველოში ქარხნებიც არ გვაქვს და ის რაღაცა ემისია თუ რაღაცა ის პროცენტულად ჩვენი წვლილია ამ რაღაც ცუდ საქმეში საქართველოს გულისხმობ არის ძალიან დაბალი და რატომ გვადარდებდეს ჩვენ აი ქართულ ხალხს კლიმატის ცვლილება ძალიან მარტივად და მოკლედ რომ ავხსნათ, ეს არის პროცესი, რომელიც ეს რაღაცა როგორც ამინდი იცვლება ყოველდღიურად ესე არ ხდება რო დავინახოთ მაგალითად აი დღეს ახლა ესეთი კლიმატი გქონდა და ხვალ სხვანაირი გვაქვს, თუმცა ეს წლების განმავლობაში მიდის, განსაკუთრებით ინდუსტრიალიზაციის პროცესის დაწყების შემდეგ, როცა მშენებლობები, ქარხნების მშენებლობები, გამონაბოლქვი და ზოგადად ადამიანის ჩარევა ბუნების პირობებში, ბუნებრივ გარემოში და მოკლედ ინფრასტრუქტურული ცვლილებები წამოვიდა, მას შემდეგ უფრო და უფრო დაჩქარდა ეს პროცესები. და რატომ დაჩქარდა, როდესაც ადამიანები ვერავით რაღაც კონცეფციებს ბუნებაში დაალაგებულ კონცეფციებს ვარღვევთ, უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ხშირ შემთხვევაში ისე ხდება ხოლმე, რომ არ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას კომპანიები, იმიტომ რომ პასუხისმგებლობის აღება საკმაოდ დიდ თანხებთან არის ხოლმე ხშირად დაკავშირებული, ანუ იმ სოციალურ პასუხისმგებლობას და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას გულისხმობ. რეალურად კლიმატის ცვლილება, რო ვთქვათ, რომ ისე კონკრეტულად ერთი რაღაცა მიზეზით ხდება, ამას ასე ვერ ვიტყვით, აქ არის მშენებლობები, გამონაბოლქვი ძალიან დიდი წილი არის დაახლოებით 14% მოდის ტრანსპორტის ემისიებზე, ანუ ერთი რო ტრანსპორტის გამონაბოლქვს რა წვლილი შეაქვს კლიმატის ცვლილების პროცესში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნარჩენების სწორი მართვა და რაც გულისხმობს ეს ჩვენ გვაქვს ქვეყანაში გამოწვევა, რომ უგჭირდება მოკლედ ნარჩენების სწორი მართვა და მდგრადი მართვა, რაც გულისხმობს დახარისხების მექანიზმი რეალურად და დღემდე არ გაგვაჩნია, როგორც ვიცი, ილოში არის რაღაც სპეციალური ნაგავსაყრელის ძალიან დიდ ფართობზე გადაჭიმული, რომელიც სუნით და ზოგადად იქ რაღაცა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეს რაღაცა კონცენტრაცია ხდება გაზების, რაღაცა მავნეაირების სოფლიოში კლიმატის ცვლილებას ან ემისიების გაფრქვევაში 6% აქვს წვლილი მსგავსი ტიპის ნარჩენებს. საკვები ნარჩენებიც კიდევ აქ საუბარია რომ ჩვენ შემთხვევაში მოსახლეობა ახლოს არის, ანუ ლილოს დასახლებაზე აქ საუბარი, უამრავი წერია რაც მახსოვს რომ რაღაცა აპროტესტებენ ამ ამბავს და რაღაცა რეაგირება ნულოვანია ფაქტობრივად. კი, აი ერთს და ვიტყვი რომ ძალიან ბევრი საერთაშორისო დონორის დახმარებით პროგრესი რა თქმა უნდა გვაქვს მქონდა არალეგალური ნაგავსაყრელები, რომლის დახურვაც მოხდა და რეალურად შემოსაზღვრული ლეგალური ნაგავსაყრელები გვაქვს კონკრეტულ ლოკაციებზე, თუმცა რეგიონებში განსაკუთრებით ძალიან დიდი პრობლემა არის იგივე სოფლებში მაგალითად ნაგვის ურნების განთავსებაზე და შემდეგ ამ ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით. ეს არის ერთი საკითხი, თუმცა აი ნარჩენებზე რო განვაზოგოთ ტრანსპორტს დაახლოებით 14% აქვს გამონაბოლქვს, იქ ნარჩენებს 6% და ეს პროცენტული წილი სხვადასხვა სექტორიდან სამშენებლო სექტორი იქნება თუ ასე შემდეგ აქვს ძალიან დიდი კვალი იმისა თუ როგორ იცვლება მოკლედ კლიმატი მსოფლიოში და კონკრეტულ რეგიონებში. კლიმატის ცვლილების შედეგები გვხდება განსაკუთრებით ექსტრემალური ამინდის პირობების შეცვლით. მაგალითად როგორც ადრე ვახსენე, ეს არის რადიკალურად ცხელი დღეები, ანუ გვალვიანი დღეების რაოდენობა, რაც ასევე მოსავლიანობასაც მოკლედ დიდ
ნიადაგს აფუჭებს ნიადაგის დეგრადაცია ხდება ამ შემთხვევაში, ეს არის კიდე ერთ-ერთი პრობლემა. ასევე გვაქვს უხვინალექი წყლის დონის მატება, განსაკუთრებული პრობლემა ამ შემთხვევაში არის ზღვისპირა რეგიონებში, როდესაც ხდება ზღვის დონის მატება და ის გახშირებული ამინდის პირობებში საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს. ამის მართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი რომ თუ ამ ტემპით გავაგრძელებთ ჩვენ თუ ის რაღაც ნაკისრი ვალდებულებები გვაქვს პარიზის შეთანხმება 2015 წელს, რომელსაც მრავალმას განვითარებულმა და განვითარებადმა ქვეყნებმა მოაწერეს ხელი, გვაქვს ასევე მდგრადი განვითარების მიზნები, რომლის ჩამოთვლი იმას, რის ხელმომწერი ქვეყანაც ასევე საქართველო არის. პარიზის შეთანხმების შემთხვევაში შეთანხმდნენ სახელმწიფოები, რომ თავიანთი წვლილის, მოკლედ შეტანის კლიმატის ცვლილების პროცესებში მე თუ რაღაც მოკლედ ვაბინძურებ გარემოს და შემოწვრილი ამისთვის სანაცვლოდ გვაქვს კლიმატის ცვლილების ადაპტაცია და მიტიგაცია. ორი მიმართულება, როგორ ვაკეთებთ მაგალითად შერბილებას და როგორ ვაკეთებთ მაგალითად ადაპტაციას. შერბილების შემთხვევაში ანუ რა მექანიზმები გვაქვს იმისთვის, რომ ეს პროცესები უფრო მეტად შერბილდეს, ჩვენი ჩარევის დონე იყოს უფრო ეფექტური, მაგალითად ნაკლები ზიანი მივაყენოთ გარემოს, იგივე როდესაც ეკონომიკაზე მიდგება საქმე ცირკულარული ეკონომიკის შესახებ მნიშვნელოვანია რომ ახსენოთ, რამდენად აუცილებელია ისეთი ბიზნეს პრაქტიკების დანერგვა, რომელიც ხელახლა იყენებს კონკრეტულ ნარჩენს გადამუშავებას, ანუ ახალ სიცოცხლეს ანიჭებს. რა ქმნის ამ დაბინძურებას რეალურად? ანუ ის რომ მე მაგალითად მრავალჯერ ძალიან ისეთ არა ბიზნეს кейს მოვყვები, აი პიროვნულ დონეზე რომ დავიყვანოთ, მე როგორც მომხმარებელი, რომელიც მივდივარ უნდა ვიყიდო საკვები, პროდუქტი, შევდივარ მარკეტში და ვყიდულობ ძალიან ხშირად, ამ შემთხვევაში ვყიდულობ, უკვე ფასიანია, პოლიეთილენის პარკს, რომლის გადამუშავებაც არ ხდება. რეალურად მრავალჯერადი გამოყენების ჩანთის გამოყენება, ასევე რესურსების მოფრთხილება, ძალიან მარტივ დონეზე რომ დავიყვანოთ, ჩვენ ადამიანებს რა წვლილი გვაქვს ამ პროცესებში, სამშენებლო სექტორს და სხვადასხვა ქარხნებს რო დავიდავანებოთ. აი მაგალითად წყლის რესურსების დაზოგვა. როდესაც კბილს რო ვიხეხავთ 5 წუთი რო წონკანი მოშვებულია, ძალიან ბევრი ადამიანს აქვს ჩვევა, რომ ის მაინც მოშვებულია და ეს რესურსები რო იკარგება, მდგრადი გამოყენება მაგალითად ნივთების არ გვაქვს, ასევე პლასმასის ბოთლების შეძენა. ჩვენთან ქვეყანაში სამწუხაროდ არც ესე როგორც ევროპაში არის მაგალითად შეგიძლია მიიტანო, ჩააბარო გადამუშავებასთან ხაიხთან. არა იდეაში როდესაც ყიდულობ წყალს, იმწოში იხდია. და მე აბარო და იბრუნებ ამ ის გაქვს ინსტინქტი რომ ეს დააბრუნო, რომ იმაში ფული და გადახდილი. აი ესეც მე მახსოვს რომ აი ჩემ ბავშვობაში ის 10 თუ 15 წრიანი ლიმონადის ბოთლები რო ხოლმე და თუ ბოთლს მიიტანდი 15 ღირდა ხოლმე და თუ ბოთლს მიიტანდი 10 ყიდულობდი რა. ხო აი ეგ არის ძალიან კარგი პრაქტიკა, მე გერმანიაში ვცხოვრობდი, ვაგროვებდი ხოლმე ამ ბოთლებს და მიმქონდა და ნუ ეგ მე ჩვევაში გადადის. საქართველოში რეალურად რას ვაკეთებთ ახლა ის ამ თემებზე ცირკულარული ეკონომიკა ვახსენე, კლიმატის ცვლილება და სხვადასხვა საკითხები, ცალ-ცალკე ამ თემებზე ვცდილობთ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან მუშაობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან და ბავშვებთან. შემიძლია ვთქვა, რომ რეგიონების თითქმის ყველა რეგიონიდან მყოლია ბანაკში მონაწილე და საკმაოდ ბევრი და წლების განმავლობაში თითქმის უწყვეტად და ცნობიერება ახალგაზრდების ბევრად უფრო მაღალია, თუნდაც ცირკულარული ეკონომიკის, კლიმატის ცვლილების ტენდენციების, იგივე ახალი ტექნოლოგიების გამოყენების და განსაკუთრებით AI-ის გამოყენება, ისეთი მაგალითად მონაცემების შესაგროვებლად, როგორც არის ჰაერის ხარისხი, წყლის მოკლედ ხარისხის შემოწმება, ხმაური და ასე შემდეგ. თვითონ ქმნიან ბავშვები ბანაკებში, ჩვენ მწვანე ბანაკებს ვაკეთებთ ხოლმე ხშირად, რაღაც კონკრეტულ მოწყობილობებს, ასევე ენერგოეფექტურ მოკლედ მექანიზმებს იგონებენ, როგორთან განახლებად ენერგიაზე მომუშავე კონკრეტულ მაკეტებსაც ქმნიან ხოლმე, თუ რაც შეიძლება შემდეგ პრაქტიკაში გადაიტანონ და ამას მინიმალური რესურსებით აკეთებენ და შემიძლია ვთქვა, რომ აი ახალგაზრდებს ჩვენ შემდეგ თაობას მათვისაც ეს შესაძლებლობა მიეცათ, რომ გადამზადებულიყვნენ ბანაკებში მიიღოთ მონაწილეობა, კონკურსები, რომელსაც ძალიან მრავალმხრივი მიმართულებით ვატარებთ. აი ეს დაეხმარა ამ ბავშვებს, რომ
გაეგოთ ამის შესახებ და გამختარიყვნენ უფრო მეტად სენსიტიურობით. შეიძლება ჩვენი თაობა შედარებით, მაგრამ ჩვენს ზემოთ აი ჩვენი მშობლები და ბებია ბაბუები ნაკლებად არიან ამ თემებზე სენსიტიურები, იმიტომ რომ რაღაცა მაინც განცალკევებულ თემად არის სოციალური, ეკონომიკური პრობლემები არის და ეხა იმის დაკავშირება, რომ კლიმატის ცვლილების აი ეს ნელი პროცესები, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ჩვენ ყოველდღიურობასთან ასე არის გადაჯაჭვული. ძალიან რთულია რომ ეს აღიქვა, იმიტომ რომ სამუშაო ადგილების პრობლემა არის, დასაქმების პრობლემა, მიგრაციის დიდი დონე, ანუ ძალიან ბევრი სხვა პრობლემა არის და ამის ინტეგრაცია, ანუ სახელმწიფო დონეზე ამაზე არავინ არ საუბრობს. აი მაგაზე მინდოდა სახელმწიფო დონე და მაღაზია ახსენე წერან და მათ შორის სენსიტიურობა. ხანდახან ეს სენსიტიურობა აი ახალ თაობაში განსაკუთრებით რაღაცების მიმართ გაზედმეტებული ხო არ არის? ანუ ეგ ერთი კითხვა, იმიტომ რომ რაღაცა კონკრეტულ სიტუაციებში არის რაღაცა მან ხდება ჩვეულებრივად აწონ-დაწონ არის ერთ პრაქტიკული გამოყენება, რომელსაც რეალური შინაარსი გააჩნია და მეორე არაპრაქტიკული გამოყენება. მაგალითად საუბარია აქ აი 20 ლიტრიანი 20 ლიტრამდე, ასე ვთქვათ, პლასტმასის ბოთლების გამოყენებაზე და შუშას გასვლა. ხო, აი რა არის ეგ რეალურად? ანუ რა ქვეყნის სტატისტიკას თუ რა რომელი ქვეყნის გამოცდილებას ეფუძნებოდა და მაინტერესებს ასევე ეგეთი ტიპის პროექტების დაგეგმარების პროცესში ეს პრაქტიკულობა რამდენად გათვალისწინებული უნდა იყოსო, არ უნდა იყოს საქართველოს. ამ შეკითხვას ვუპასუხებ სამართლიანი გადასვლის პრინციპების ჭრილში. რეალურად სამართლიანი გადასვლა გულისხმობს იმას 4 მიმართულებით შეიძლება აი სამუშაო საკითხებზე რო კონცენტრირდეთ, ეს არის ახალი სამუშაო ადგილები, როდესაც რაღაც ნებისმიერ ტიპის მწვანე თემებთან ან ზოგადად ინიციატივებთან დაკავშირებით რაიმეს ვახორციელებთ, მნიშვნელოვანია რომ გავითვალისწინოთ სამუშაო ადგილები, ანუ რეალურად არსებული სამუშაო ადგილების გაუქმება არ არის სამართლიანი გადასვლის ერთ-ერთი პრინციპი. პირიქით, თუ ჩვენ ისეთ რეფორმას ან ინიციატივას ვახორციელებთ, რომელიც კი ქმნის სუფთა გარემოს, მაგალითად, ან გადავდივართ სუფთა ენერგიაზე, მაგრამ ამის საპირწონეთ ადამიანები იხდიან დამატებით გადასახადებს, რეალურად საჭიროებებს მიღმა დარჩენილი ახალგაზრდები იქნება თუ მოწყვლადი ჯგუფები, მათ აქვთ დამატებითი ხარჯები და არა რეალურად შესაძლებლობები, ეს რეალურად ვერ ქმნის სამართლიან გარემოს. მეორე ეს არის ტრენინგები და განათლება. თუ ჩვენ გვინდა რომ მივაღწიოთ რეალურ ცვლილებას ისე, რომ ეს პროცესი იყოს ინკლუზიური, ეს პროცესი იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და არა კონკრეტული პირებისთვის, ვისაც შეუძლიათ რომ სუფთა ენერგიაზე გადავიდნენ, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებით ისარგებლონ, შეამცირონ კომუნალური გადასახადები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ვერ ქმნის სამართლიან გარემოს. ანუ მეორე საკითხი არის განათლება და ტრენინგები, ანუ არსებული ცოდნის გადამზადება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. რეალურად მე თუ ვქმნი ახალ ტექნოლოგიას, რომელმაც უფრო სუფთა გარემოში უნდა მაცხოვროს, აუცილებელია რომ შევქმნა ახალი შესაძლებლობაც და ასევე უნარებიც და რა თქმა უნდა ამას მოყვება უკვე ახალი დასაქმების პერსპექტივები. მესამე ეს არის ეკონომიკური თანასწორობა, კლიმატური ზომების ფასი, ანუ კლიმატური ცვლილებების შედეგად გატარებული რეფორმების ფასი არ უნდა დააწვეს მძიმე ტვირთად მოსახლეობას. და მეოთხე და ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა და აი აქედან დავიწყებ ახლა პასუხის გაცემას. ანუ ეს ინკლუზიურობა რას გულისხმობს? ანუ მე თუ ვაპირებ რომ განვახორციელო ცვლილება, ამ ცვლილებას კონკრეტულ რაღაც საკანონმდებლო ცვლილებას ყოველთვის მოყვება რეგულაციები, აღსრულების მექანიზმი და ანუ სხვადასხვა საკითხები. თუ მინდა რომ ეს პროცესი მართლა იყოს ყველა სამართლიანი ყველასთვის და არ შექმნას დამატებითი პრობლემები და ასევე ტვირთად არ დააწვეს საზოგადოებას, რაც ვახსენე, მნიშვნელოვანია რომ შემუშავების პროცესში ჩავთვალოთ ის ადამიანები, ვინც იქნებიან, ანუ end user-ები, მომხმარებლები, აი ამ ვისთვის ვაკეთებთ, ანუ ჩვენი სამიზნე აუდიტორია ვინ არის. რეალურად ამ შემთხვევაში იქნება ეს ბიზნესი, იქნება ეს სამოქალაქო სექტორი, მოსახლეობა, ახალგაზრდები, ქალები, მოწყვლადი ჯგუფები, მოკლედ ესე რომ არ გამოვყო ცალკე, ნებისმიერი სექტორის წარმომადგენელი, ვინც საბოლოოდ ან ყიდულობს ამ პროდუქტს, ან რეფორმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ეკონომიკურად უფრო აძვირებს რაღაც პროდუქტს, აუცილებელი არის რომ ცვლილების პროცესში იყოს ჩართული. და ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი საჯარო კონსულტაციების მექანიზმი ქვეყანაში და ის საერთაშორისო დონორები ზუსტად ამ ნაწილში გვეხმარებოდნენ განსაკუთრებით, რომ გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობები ის ხელმომწერი ქვეყანაც ვართ მაგ შემთხვევაში, აი პარიზის შეთანხმება ვახსენე, ასევე ენერგეტიკის გაერთიანება ვახსენე, ჩვენ ნარჩენების მართვის მიმართულებითაც, ანუ ევროკავშირთან დაახლოების ძალიან ბევრი ვალდებულება გვაქვს აღებული. თუმცა ხშირად ხდება ხოლმე მოსახლეობაში არასწორად ახმა, რომ აი რამდენი ვალდებულება გვაქვს და იმათ სხვა რეალობა აქვს და ჩვენ მაგას როგორ გავაკეთებთ. ანუ რეალურად ჩვენ
ევროკავშირი და ის ინსტიტუტები არ გვავალებს ისეთი რეფორმების გატარებას, რომელიც არ იქნება ინკლუზიური, ანუ ყველა დათქმაში გვაქვს აღებული ის, რომ თუ ჩვენ ახალი კლიმატის კანონის შემუშავებაზე ვიწყებთ მუშაობას საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, აუცილებელია რომ ამ პროცესში ჩავრთოთ მოსახლეობა, ჩავრთოთ აკადემია. ადგილობრივი კონტექსტი იყოს გათვალისწინებული. იმიტომ რომ შენ შეიძლება აიღო ბრიტანული მოდელი, თარგმნო და მიიღო, რომელიც იქნება რეალობას აცდენილი და მე კლიმატის კანონის შემუშავების პროცესშიც ვიყავი ჩართული კონსულტაციების და საზოგადოების ინფორმირების ნაწილში და ძალიან კომპლექსურად მიმდინარეობდა ეს პროცესი, მინდა გითხრა, რეალურად კლიმატის კანონი ქვეყანაში ისევ არ გვაქვს, თუმცა აი ეს პროცესი ნამდვილად იყო ინკლუზიური და ძალიან კარგი იყო სამუშაო პროცესი, რომ ჩვენ ყავდა საერთაშორისო ექსპერტებიც ჩართული. ადგილობრივი ექსპერტები ყავდა სხვადასხვა მიმართულებით ამ პროცესში ჩართული და ჩვენ პირდაპირ კანონ პროექტი კი არ შევიმუშავეთ, როდესაც აი ამ პროექტში ვიყავი ჩართული. მოხდა ბრიტანული მიდგომით პირველ ჯერზე მწვანე წიგნის შემუშავება. მწვანე წიგნში იყო უფრო ტექნიკურად აღწერილი რა რესურსები არის ქვეყანაში, რა პოტენციალი არის, რა გამოწვევები გვაქვს, რა ნაკისრი ვალდებულები გვაქვს იგივე ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტით, რომელიც მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოა ქვეყნისთვის, ასევე რა რესურსები, რა პასუხისმგებლობები გვაქვს იგივე ენერგეტიკის გაერთიანების ხელმომწერი ქვეყანა რო ვართ და ასე შემდეგ. ანუ ეს დოკუმენტი რეალურად გაძლევდა ინფორმაციას, რა ვალდებულებები გვაქვს, რა რესურსები გვაქვს და იყო ღია მოსახლეობისთვის, აკადემიის წარმომადგენლებს დაიგზავნათ, ასევე გამოქვეყნდა ონლაინ. ჩავატარეთ 3 გაფართოებული საჯარო კონსულტაცია, მოსმენა ამ თემაზე, რომ წარვადგინეთ ეს საკითხები და მივიღეთ მოსახლეობის შეფასებები, რომ აი მაგალითად ვფიქრობთ, რომ კანონში ეს ცვლილებები უნდა შევიდეს და შენ რას ფიქრობ, როგორც მოქალაქე? შენზე როგორ აისახება პოტენციურად და ნებისმიერი კანონმდებლობა ჩვენ თუ გვინდა რომ ხა ცოტა ისე გამოდის ამ პროცესებში ამაზე საუბარი, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ესეც ვწოდეთ. თუ გვინდა რომ ეს კანონმდებლობები იქნება ეს ნარჩენების გადამუშავებაზე, პლასმასის ბოთლების ამოღებაზე თუ ასე შემდეგ, იყოს აუცილებლად კონტექსტზე მორგებული. ძალიან კარგი კანონმდებლობები არის, შეიძლება იყოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაღაცა გერმანული მოდელი იყოს ძალიან კარგი, ბრიტანული მოდელი კანონმდებლობის შემუშავების არის ძალიან კარგი პირობითად და ეს იქ კარგად მუშაობდეს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ეკონომიკური, სოციალური ფონი და უნდა გახდეს ეს პროცესი ინკლუზიური. აი ამას გულისხმობს სამართლიანი გადასვლა, რასაც ხშირად ვახსენებ და ცოტა ახალი თემა არის, აი 2019 წელს ევროპის მწვანე შეთანხმების ნაწილი ერთ-ერთი იყო დიჯიტალიზაციაც, ასევე მნიშვნელოვანი იყო მწვანე თემები, ანუ სხვა მიმართულებებთან ერთად და ევროკავშირმა აიღო მწვანე გადასვლის მიმართულებით და სამართლიანი გადასვლის მიმართულებით ნაკისრი ვალდებულება და აქვე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ვალდებულება არ არის, რომ აი მე ყველაფერი სამართლიანად უნდა გავაკეთო და რაღაცა ყველაფერი კარგად იქნება, მოკლედ. როდესაც რაღაც ვალდებულებას იღებ, ამისთვის აუცილებელია რომ გამოყო ბიუჯეტი, შესაბამისი კომპეტენციის მქონე ადამიანები იყოს ამაში ჩართული და ნებისმიერ ცვლილებას განსაკუთრებით როცა საქმე ეხება ევროკავშირთან დაახლოებას და ევროპული სტანდარტების დანერგვას ქვეყანაში. აუცილებელია მოარგო ადგილობრივ კონტექსტს. ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში მიმუშავია სხვადასხვა პროექტებით, ეს იყო ეკონომიკის დივერსიფიკაცია, ახალი პროექტების დაფინანსება, ახალგაზრდების გაძლიერება და წახალისება, იგივე სტარტაპების მიმართულებით, მწვანე ტექნოლოგიებში გადამზადება და შემდეგ პილოტ პროექტების დაფინანსება ეს წლების განმავლობაში, ასევე კლიმატის ცვლილების მიმართულებით, მედიის ცნობიერების არა, უფრო მეტად ტერმინების და ცოდნის დონეზე როგორ შეიძლება ამ თემების გაშუქება ამ მიმართულებითაც და ერთი რაც შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ რაც ერთ მუნიციპალიტეტში კარგად მუშაობს, მეორე მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს ტერიტორიაზეც კი არ არის რელევანტური ის პრაქტიკა, იმიტომ რომ ყველა გარემო, პირობა, სოციალური ფონი, ეკონომიკური ფონი, ინფრასტრუქტურული პროექტები არის განსხვავებული. და საუბარი ზედმეტია იმ კანონების თარგმნაზე და მიღებაზე, რაც მაგალითად სხვა ქვეყანაში კარგად ფუნქციონირებს. კი. ამ ნაწილში მე იმას დაუბრუნდები, რა უნდა კეთებოდეს სწორად, ეგ გასაგებია სრულად. კეთდება თუ არა, შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, მათ შორის მცხოვრები დონორები საქართველოში მუშაობის დროს რას აკეთებდნენ არასწორად, იმიტომ რომ მე რასაც უყურებდი ხოლმე, აი თუნდაც
ეს რაღაცა ევრო რეგულაცია არის აშკარად, რომ კომპანიები ცდილობენ ამ მწვანე პოზიტიური მარკეტინგით, მაგალითად, რაღაც ისეთი, რომელიც ნავთობს ყიდიან, პირობითად ან სხვა რაღაც საქმით არიან დაკავებული, ხო, CSR-ის ამბავში, რაღაცა თავის სოციალური პასუხისმგებლობა გააკეთონ ხოლმე კამპანიის სახით, რაღაც დადიან რაღაცა კონკრეტულ ლოკაციებზე და აგრობენ არჩენებს, ნაგავს, რაღაცა ეგეთი ტიპის სხვა ტიპის, კამპანიები, რაც რა თქმა უნდა, კაია, პოზიტიური, ამას მივესალმებით, მაგრამ რატო ცდილობენ ხოლმე, მე ხვდებოდა ხოლმე, რომ შიშზე გათვლილი იყოს ხოლმე რაღაცა მარკეტინგული კამპანიები, როცა ხდება, რომ აი გლობალური დათბობა, რაღაც ყველანი გადავშენდებით, რაღაც მსგავსი ტიპის შინაარსი თავდაპირველად იყო ხოლმე, მე რა თქმა უნდა დარგილდა, შეიცვალა, ეგ ფსიქოლოგიიდან გამომდინარე მათ შორის და კი, მაშინ აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ესეთი ტიპის კამპანიაზე საუბარი, როცა შედეგი არ გაქვს ერთ კვირაში, ერთ თვეში, რომ ადამიანს აი შედეგი აჩვენ, რომ აი ნახე, ეს არის ამის შედეგი, ხო? ძალიან რთულია, ეხლა მათ შორის ილიანის კვლევითმა ცენტრმა დადო ვიდეოს, რასაც დაახლოებით 10 წლიანი მონიტორინგი იყო ერთ-ერთ მყინვარზე, რომლის კალთაზე ეს ყინულის ოდენობა ყოველწლიურად იცვლება და ტაიმლეფსით იყო ძალიან დიდი, ან მაგ ვიდეოში ვიგზავნე რეალური საშიშრობა მე. ან მაგ ვიდეოში კვეთრად გამოჩნდა, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება რაღაცა 50-100 წელიწადში ჩვენს მთებზე თოვლი აღარ იყოს, რაც რა თქმა უნდა ჩვენ გაგრილების ნაწილს რასაც ასრულებდა, ეგ გაგრილების პროცესი აღარ შეასრულოს და რაღაცა 5-10 გრადუსით გაიზარდოს მაგალითად საქართველოში საშუალო ტემპერატურა, ხო? ხო, ეს არის ის, რაც მე იმ ვიდეოთი დავინახე. მაგრამ თავდაპირველად იყო ეს რაღაცა მკაცრი კამპანია, მე ეს კაცრი კამპანია შეიცვალა, ეხლა სხვადასხვანაირად გადაითარგმნა, ხო? აქ რაღაც ფსიქოლოგი დაკვირვება მოხდა ადამიანების ქმედებაზე, როგორ იმღებლობაზე, როგორ გავითარდა აი შენი გამოცდილებიდან გამომდინარე ეს კამპანიური ნაწილი. კი ბატონო. აი კამპანიების თვალსაზრისით რაც დაკვირვება შენ გქონდა, იგივე მე რო ვახსენე 2020 წელს დავიწყეთ მეთქი და აი ზუსტად ეს იყო რაღაცა, აი საფები კვდებიან და საშიშია და ასე შემდეგ. რეალურად კომუნიკაციის სტანდარტებით შეიცვალა, თუმცა მეორე საკითხი არის, რომ 2020 წლის შემდეგ მე რა სექტორშიც ვმუშაობ, უფრო მეტად წამოვიდა დაფინანსებების დონორების მხრიდან ამ თემებზე, იმ მწვანე საკითხების გააქტიურება, იგივე 2019 წლის Green Deal მწვანე შეთანხმება, რომ მიიღო ევროკავშირმა, ეგ ვრცელდება მე ხელმომწერ ქვეყნებზე, მოდის დაფინანსებები მწვანე მიმართულებით, ან ევროკავშირშიც წამოიწია ამ თემებმა და რეალურად როდესაც გაიზარდა დაფინანსების რესურსები, ასევე გაიზარდა, მოკლედ, მოთხოვნაც ჩვენც როდესაც რაღაცა კამპანიის დიზაინს ვაკეთებთ, გვჭირდება რომ სამიზნე აუდიტორიამდე მივიდეს და სად უშვებენ შეცდომებს, მაგაზეც მინდა მოკლედ შემდეგ უფრო დეტალურად გიპასუხო. ანუ რეალურად ამ მოცემულობაში კამპანიის დაგეგმვისას 2020 წელს თუ ინფორმაცია ნაკლებად არსებობდა, შემდეგ უკვე მეც, ჩემნაირ ადამიანებად რაღაცა დავიწყეთ დაკვირვებები, გვახსენე კვლევა, რომელიც ჩავატარეთ. ანუ რეალურად დავაკვირდით, სანამ ამ დაკვირვებას გავაკეთებდით, ჩემთვის პირადად რაც არსებული კონტენტი იყო, ის საერთოდ არ იყო არც დამაჯერებელი და არც სენსიტიური არავისთვის, შესაბამისად მნიშვნელოვანი იყო შეგვექმნა ისეთი კონტენტი, რომელიც რელევანტური იქნებოდა იგივე ადგილობრივი რეგიონში მცხოვრები მეწარმისთვის, იგივე ახალგაზრდისთვის, რომელიც იღებს ინფორმაციას არა მხოლოდ გამოწვევაზე, არამედ შესაძლებლობაზე, რა შესაძლებლობები არსებობს ამ მიმართულებით. ძალიან აქტიურად ამ წლების განმავლობაში ვიმუშავე მედიის წარმომადგენლებთან და ერთ-ერთი ყველაზე შეიძლება ვთქვათ საამაყო პროექტი, რომელიც გამიკეთებია, არის მედიის გაძლიერების კომპონენტი ინფორმაციის სწორად მოძიება, დამუშავება გაშუქების მიმართულებით. და ეს არის სატრენინგო პროგრამა, საქართველოში 2022-ში ჩავატარეთ ბრიტანეთის დაფინანსებით. პირველი კლიმატის ცვლილების რეპორტინგთან დაკავშირებული ბუთკემპი და ყავდა ჩამოყვანილი BBC-ის ჟურნალისტი, რომელიც დაახლოებით 15 წელია კლიმატის ცვლილების კომუნიკაციებზე მუშაობს და აშუქებს ამ თემებს და ყავდა ადგილობრივი ექსპერტები და რა იყო ხა ამ ბუთკემპის იდეა. ჩვენ წამყვანი მედია და რეგიონული მედიების წარმომადგენლები და ასევე ეროვნული მედიის წარმომადგენლები, მათ შორის პროდიუსერები, ერთად სამდღიან ამ ბუთკემპში გავაერთიანეთ, წავიყვანეთ და ადგილზე მივეცით პრაქტიკული, მოკლედ, ცოდნის მიღების შესაძლებლობა და ეს არისო, რომ აი მაგალითად კლიმატის ცვლილება ამას გულისხმობს, ეს ეთნება, ჩვენ ვაჩვენეთ რეალური სტატისტიკა, აი მაგალითად როგორ შეიცვალა ამბის თხრობის მექანიზმები, აი BBC-ის მაგალითზე ამ მიმართულებით, რა მიმუშავა, რა არ იმუშავა, რა არის დაკვეთა ზოგადად საზოგადოების საერთაშორისო მასშტაბით და ადგილზე ჩვენი კვლევის შედეგები რეალურად მოსახლეობას რა სურვილი აქვს და რას მოისმენდა. ანუ ეს კვლევა მანამდე ჩავატარეთ და ამაზე ავაგეთ მთელი ეს პროცესი. მანამდე საჭიროებების კვლევა ჩავატარეთ მედიის წარმომადგენლებთან და ასევე შევქმნით ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი, როგორ შეიძლება რომ
მედიის წარმომადგენელმა მოსახლეობას ამ თემაზე ესაუბროს. ანუ ეს რეალურად რომ ყოფილიყო გათვლილი ერთ და ორ მედია პლატფორმაზე და კონკრეტულ ჟურნალისტებზე, ამას რაღაცა ისეთი კარგი შედეგი ვერ ექნებოდა. თუმცა რადგან ეს ერთგვარი შემუშავებაზე იყო დაფუძნებული და ეს არ იყო მხოლოდ მაგალითად ეროვნული მედიის წარმომადგენლებისთვის, ან მხოლოდ რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის, იყო ბეჭდური მედია, ონლაინ მედია, ტევ მედია და ასე შემდეგ. ანუ როცა ყველა მედია საკომუნიკაციო პლატფორმის წარმომადგენელი გავაერთიანეთ ერთ სივრცეში, ამ bootcamp-ის იდეა იყო ის, რომ დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს ერთი მედია პროდუქტი მაინც იმ თემაზე, რაც მოეწონებოდა, რაც მისთვის საინტერესო იქნებოდა იმ 3 დღის განმავლობაში, უნდა შეემუშავებინა. ოღონდ ეს არ არის, რომ აი მე შენ მოგიყევი და მოდი შენ დამოუკიდებლად შეიმუშავე. ჩვენ ვყავდა აყვანილი მენტორები, მე ვიყავი მათ შორის ფასილიტატორიც და ადგილზევე მოხდა მედია პროდუქტების ჩაწერა. ეროვნული მედიის მაშინ ლაივში გასვლა, ინტერვიუების გაგზავნა, პრეს-კონფერენცია ჩავატარეთ იმიტირებული მათ შორის და ამასთანავე თითოეულმა მონაწილემ ადგილზევე გააკეთა, მოაგროვა ეს პროდუქტები, რაც ვიდეოსთვის სჭირდებოდა, რეპორტაჟისთვის სჭირდებოდა, ან სტატიისთვის, გააკეთა აუთლაინი და მიიღო უკავშირი ექსპერტებისგან. რეალურად ის ექსპერტები, ვინც ჩვენ ყავდა გაერთიანებული, მათ შორის მეც ვიყავი ჩართული ამ პროცესში, გავხდით მთავარი საკომუნიკაციო პირი, შემდეგ აი ამ თემასთან დაკავშირებით, თუ რომელიმე მედიის წარმომადგენელს სურდა მაგალითად, რომ რაიმე გაეკეთებინა, გვიკავშირდებოდნენ, იქნებოდა ეს ენერგოეფექტურობის მიმართულებით, კლიმატის ცვლილების მიმართულებით და ასე შემდეგ. და ერთი დაკვირვება რაც მქონდა, აი ამ პროექტს, ეს ხო პირველი, ამას მე მოყვა მედიის მენტორობის პროგრამა სუფთა ენერგიაზე, რომელიც ცალკე მიმართულებაა და ამასაც ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა. მე შემიძლია ვთქვა, რომ აი 2022 წლიდან მანამდე მედიატურებს ვაკეთებდით. კვირა არ გასულა, რომ რომელიმე მედიის წარმომადგენელი ან პროდიუსერი არ დამკავშირებოდა და ან არ ეთქვა, რომ მოდი ამ თემაზე ისაუბრე, ან დამაკავშირე ვინმესთან, ვინც ამ თემაზე ისაუბრებს. იმიტომ რომ რეალურად აი ასეთ ფორმატში და საერთაშორისო დონორების როლიც აქ არის ძალიან კარგად წარმოჩენილი, რომ ამის რესურსი მოგცვა, რომ გაგვეკეთებინა ამ მსგავსი მიდგომა. რეალურად შევქმენით ისეთი ბაზა, რომ იმ ადამიანებს, ვინც ანუ რეალურად მედია პროდუქტებს ქმნის, მივეცით შესაძლებლობა დაენახათ პოტენციალი ამ თემებში. და ერთ-ერთი ძალიან ისეთი განსხვავებული მახსენდება, რომ BBC-ის ექსპერტმა მოიტანა ერთ-ერთი кейსი, როგორ ახდენს მეღვინეობაზე და ზოგადად ვაზზე გავლენას კლიმატის ცვლილება. და ერთ-ერთმა მედია პლატფორმამ ძალიან კარგი საინფორმაციო ანიმაციაც გააკეთა და შემდეგ ინტერვიუც ჩაწერა და გაუშვა, რომელსაც ძალიან დიდი აუდიტორია ყავს, ეს ცალკე შარია დავასახელებ ხა იმაში რომ არ გავიდეს რეკლამაში და ძალიან კარგი მედია პროდუქტი შეიქმნა ამ მიმართულებით. ამას მოყვა 3 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მედიის და სამოქალაქო სექტორის პარტნიორობა და ასე შემდეგ. ანუ რეალურად ჩვენ თუ გვინდა რომ ქცევით ცვლილებას მივაღწიოთ, ერთჯერადი ტრენინგები არაფერს არ შვება. და აი მანდ უშვებს ჩემი აზრით ყველა პროექტი და ასევე დონორების მიერ დაფინანსებული თანხები, ანუ დიდ შედეგს ვერდებს, როცა აი პროექტში მინდებს რომ აი ხა მოდი ადვოკატირებაზე ჩავატაროთ ერთი ტრენინგი და შევხვდეთ, რა ვიცი, საჯარო სექტორის წარმომადგენლებსაც, CSO-ებსაც, მედიასაც. მოდი ხა ესე გავაკეთოთ და AI-ის გამოყენება სასწავლო რესურსებში, მასწავლებლებში შევხვდეთ. ანუ ბევრი კომპონენტი რო გაქვს, რომ ბევრი სექტორი გინდა მოიცვა, აუცილებელია რომ ყველა, ანუ თუ მე მინდა რომ რაღაცა შედეგი დავდო, სხვადასხვა სექტორი აუცილებელია რომ ჩაერთოს, მაგრამ ყველა სექტორს უნდა დაუჭირო თავისი ნიშა. და ეხლა მე რომ მედიასთან მუშაობდი, ამდენი ხნის განმავლობაში დავიწყე მედიატურებით, აი 7 მედიატური გავაკეთე მხოლოდ წალკის მუნიციპალიტეტში. ეს იყო ძალიან დიდი შრომა ჩემთვის, რომ 7ჯერ დავაინტერესე მედიის წარმომადგენელი, რომ წალკაში გამომყოლოდა. და ნუ ახლა ამაში რა თქმა უნდა მედიატურში თანხას არ უხდი მედიის წარმომადგენელს, უბრალოდ უნდა დააინტერესო და უთხრა, რომ აი წალკაში წამოყევი და ეს პროექტი გაკეთდა და მოდი ამაზე რაღაცა შექმენი, ხო? ეს ძალიან რთული პროცესია. ქართველს ეუბნებოდე, რომ თეთრი დათვი დაიუპება შენ თუ ამას არ შეწყვეტ. თეთრი დათვი, რომელსაც ქართველის უმეტესობას ალბათ კოკა-კოლის რეკლამაში გვაქვს დანახი, ხო? ანუ ძალიან რთულია რომ ემოციური კავშირი გქონდეს და რაღაცა, ხო? მით უმეტეს საუბარია, როცა 100 წლის მერე და 150 წლის მერე, როცა ხშირ შემთხვევაში ადამიანის უმეტესობას დღეს რაც ხდება, ეგ არ ადარდებს
თავისი რაღაცა არეალის მიღმა და ამ ნაწილში კამპანიურ ნაწილში იქ რო აჩვენებ რო ადამიანს რო იცი რა ამ პროცესს აქვს შენს ყოველდღიურობაზე შენ თუ ვაზი მოყავს აგი ამ ვაზი არის გავლენა შენ თუ კარტოფილი მოყავს ამ ვაზი არის გავლენა და შენ თუ რაღაც მომავალი თაობა გინდა ბავშვი ყავს და სუნთქავ და გინდა რომ ჯანსაღად ისუნთქო ჯანსაღგარემოში აი ამ ყველაფერზე შეიძლება ამ რაღაცა კომპონენტებს კონდეს გავლენა თუმცა ერთი ნაწილი მინდა კიდე მაგას შევეხო აი ვახსენე წაგან ემოციური ნაწილი გაზედმეტებული ხო არ არის მეთქი რაღაცა საკითხებში ახალგაზრდებში იმიტომ რომ აი განსაკუთრებით ხორცის ჭამასთან დაკავშირებით იყო რომ რაღაცა ის ხორცის ჭამიები მე რაღაცა შესაბამისი ტერმინოლოგიაც შეიცვალა და რაღაცა ლეში ჭამიები და მთელი ამბო კამპანიური ნაწილი იყო რომ აი ხორცს ვინ ჭამ თქვენ ღუპავთ დედამიწას იმიტომ რომ ეს რაღაცა ემისია აზოტის და რაღაცეების აბინძურებს გარემოს მთელი ამბავი და შემდეგ აი ამ კამპანიურ ნაწილზე რას ფიქრობ ეგეც ამ შემთხვევაში სუბიექტური ვიქნები და ჩემი როგორც ამ სფეროში ჩართული, აი პირის ვცდილობ ხოლმე რომ გავმიჯნო ყველა სექტორის წარმომადგენელს, თუ და იქნება ეს რაღაც იდეოლოგიის მატარებელს, აქვს თავისუფლება გამოხატოს რაც უნდა და როგორც უნდა ამას არავინ არ ერევა. თუმცა ხშირად აგრესიაშიც გადადის ხოლმე და ხა პოდკასტს აკეთებ და ძალიან კარგად იცი რომ ეს აგრესიული თემები რა კარგად იყიდება რა და რა მარტივია დასამახსოვრებლად შენ არ გაკეთე კონტენტი და თუ გაუშვებ მე ეგეთ კონტენტს მე ალბათ ძალიან ბევრი გამოწერი გეყოლება. ხო ცოტა რთულია ხოლმე რომ რაღაცა ესეთი აკადემიური და ნიშა შეინარჩუნო რომლიცაც რეალურად გჯერა და რაღაცა ისეთ თუ არ ვაირალს თუ არ აკეთებ მანდაც ეგრე არის რა რეალურად. მე ჩემ 3300 გამომწეს მადლობას ვუხდი რომ ერთგულები ხო, მანდაც მე ჩემი ესეთი პოზიცია მაქვს, რომ რეალურად იმ ადამიანს, რომელსაც ვეგანები, ვეგეტარიანელები და არიან სენსიტიური დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხების მიმართ. აბსოლუტურად თავისუფლება არსებობს ამის, თუმცა არანაირად არ ვემხრობი არც ერთი მიმართულებით სხვა ადამიანის შეიმინგს, ანუ მე რომ შენ თუ სხვა აზრზე ხარ, რეალურად დემოკრატიის და თავისუფლების არა, აბრალებდე კაცობრიობის გადაშენებას მაგის გამო, რაც ბუნებრივი ამბავია, შენც რა გუშინაანებე თავი ხორცის ჭამას რა და დღეს ხო ხდები. კი, ძალიან ისეთი სენსიტიური არა, უბრალოდ ესეთი მე პირადად, როგორც ახლა ექსპერტულ ფონს მოვიხსნი, აი პირადად ინდივიდი, რომელიც საერთოდ ანუ რეალურად აქ უფრო მაინტერესებს მე ეს რამდენად ობიექტური ან სტატისტიკურად რამდენად არის დადასტურებული, მე რაც მინახეა, ძალიან აცელილი არის იმაზე რა საუბრობენ. კარგად არის გამოყენე, ანუ რეალურად არის რო ვთქვა რომ არის ფუძნება რეალურ მონაცემებს, იგივე წარმოება, იგივე რაც აი ვისაუბრეთ რაღაცა ლოგიკური ამბავია, რომ შენ რაღაცა უნდა ჭამო რაღაცა და ყველაზე რაღაცა. ხა იგივე სულ გაწყვეტა ხორცის ჭამა მაგალითად რა. რაღაცის ხონდა და შესაბამისად ნარჩენების წარად მართვა თუ არ მოხდა. მე არ ვიძახი რომ ეს აუცილებლად. არა, ხორცის დავანება ხორცის პროცენტულად ნაწილი რაღაცის ხონდა ადამიანმა საკვებს ხონდა დანაყდეს. მაშინ უნდა დაიწყო ძალიან დიდი რაოდენობით ბოსტნეული სასვლა რაღაცებს. აი, მეორე საკითხი შემომაქვს მე პირადად, რომ აი საქართველოში პირობითად მე როგორც ეხა ვერ ვიტყვი რომ ხორცი ძალიან მიყვარს. არა. თუმცა ხორცით რო იკვება უფრო იაფიჭდება ქვეყანაში ჩემი აზრით, ვიდრე ბოსტნეული, იმიტომ რომ მე ძირითადად ბოსტნეულით ვიკვებები და ძალიან ანუ 20 ლარი იღის 1 კილო, რა ვიცი, აი, ჩოლობრი პეტრუშკა, ესე, რა ვიცი. ან 20 ლარი იღის კილო. აი, ეგეც არის წარმოებასთან დაკავშირებით, ადგილობრივი წარმოებაც ნაკლებად არის, ფერმერობაც ნაკლებად არის, მდგრადი, ბიომეურნეობაც, ნუ ჩვენ ხარ რესურსები რამდენად გვაქვს და რა მასშტაბს დავაკმაყოფილებთ ერთი საკითხია, თუმცა, ნუ იმპორტზე ვართ ძირითადად. და 5 შვილიან ადამიანს, რომელიც არის რაღაცა შემწეობა დახმარებას იღებს, აი შემდეგ ეუნებოდე რომ აი ხორცს ნუ ჭამ, ცოტა რთული ამბავი არის. იცი რა არის, ესეც ალბათ რაღაც მხრივ მარკეტინგის ამბავი არის, იქ არის ადამიანები, რომლებიც აი მაგალითად გრეტა თამბერგზე რომელიც ანუ მინდორები ყავს, ეგ ყველას თავისი რაღაცა პრეფერენციები აქვს სავარაუდოდ და ნორმალურია, რაღაცები უფრო ვაირალ თემები უფრო მარტივად იყიდება. მე თუ ამ კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობაზე რომ დავიწყე საუბარი, დარწმუნებული ვარ, რომ პოდკასტის დროს ვიღაცა ამას დიდად არ დაინტერესდება და ცოტა სხვა ენით რომ ესაუბრა, კიდე შეიძლება უფრო ეს ყოფილიყო. თუმცა აი ლანცხო და ეუნებოდა რა შეიძლება. ხო, რაღაცა ესე აგრესიული ტონი როცა გაქვს, უფრო მეტად აგრესიული კომუნიკაცია ზოგადად უკეთეს, აი რაოდენობრივად შედეგს დებს, მაგრამ გააჩნია რა მიზანი გაქვს. ხო, ჩემ შემთხვევაში, როდესაც მე კამპანიას გეგმავ, ყოველთვის ვცდილობ, რომ რაღაცნაირად ბალანსი
იყოს დაცული ამ ნაწილში და ხანდახან მქონია ესეთი შემთხვევაც, რომ ტრენინგებსაც ვატარებ, ხა ჩემი ერთ-ერთი კომპეტენცია სწორედ ამ ტრენინგების ჩატარება არის, რომ მოსახლეობის ადვოკატირებაზე არა მხოლოდ ტრენინგები, არამედ მენტორობის პროგრამა, რომ იქ ადგილზე რომ სათავე ნაგებობა, წყლის სათავე ნაგებობა პრობლემური არის და დაბინძურებულ წყალს იღებს, ამაზე რომ არ იცის რეალურად ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი, ან იცის, მაგრამ უჭირს რომ მოითხოვოს თავისი უფლების დაცვა, წყალი როგორც ადამიანის ფუნდამენტურ წყალზე ხელმისაწვდომობა, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება, ამ თემაზე როცა ვმუშაობ, ძალიან კარგი უკავშირი მოდის ხოლმე ტრენინგის წარმომადგენლებისგან. აი ხანდახან არის რომ აი კარგად გამოვეწყობით, ლამაზ პრეზენტაციებს გავაკეთებთ, ჩავდივართ რეგიონში და ვეუბნებით, რომ უფრო ინკლუზიური მეგობრობაზე, რაღაცა თანამშრომლობაზე დაფუძნებული რაღაც გადაწყვეტილებები არის მისაღები იმისათვის, რომ შეცვალო შენი პრობლემა. ეს რაღაც ადგილზელო კარგი გიყურებს და ფიქრობს, რომ რაღაცა ვენახი აქ იმას გასათოხინი და რაღაც ხალხი ჩამოვიდა, რომელიც უცხო ენაზე ელაპარაკებს. ხო, აი ეგ არის, რომ ჩემი მაგალითად ყოველთვის ვცდილობ ხანდახან ვიტყვი, რომ აი შეიძლება თემატურმა ექსპერტებმა ჩათვალონ, რასაც ვამბობ, რომ ისე მეტად დაცდენილია, მაგრამ მე თუ კლიმატგონევრულ საქმის სოფლის მეურნეობას დაახშიროთ ვახსენე, ხა ეს დავიწყებ იმ ტერმინებით საუბარს, ჩემი ესეთი კომპეტენცია სიღრმისეული ამაში არ არის, სამართლიანი გადასვლის კომუნიკაციების მიმართულებით არის, რაზეც მაგალითად პროგრამას ვაკეთებ, თუმცა ამ წლების განმავლობაში პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად თეორიული ცოდნის საჭიროებაც დავინახე, რომ აი მე როცა კლიმატის ცვლილების თემაზე ვაკეთებ მენტორობის პროგრამას, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ სიღრმეები მესმოდეს და რეალურად ვფიქრობ, რომ შეცდომებს აფუშვებთ ხოლმე რა, რომ აი ხშირად არის ხოლმე რომ სხვადასხვა სექტორიდან ყოფილა მონათესავეს ისინი ამ მიმართულებები არის რა გარემოს დაცვის და კლიმატის ცვლილების და ენერგოეფექტურობის მიმართულებით არის მაგალითად აი განახლებადი ენერგიები, ენერგოეფექტურობა შენობებში კიდე ცალკე მიმართულება არის. მე ხა ენერგოეფექტურობაზე ძალიან კარგად შემილია კამპანიის დაგეგმა და განხორციელება და ტექნიკურ თემებში დეტალებში ჩასვლა, იმიტომ რომ ამაზე თეორიული ცოდნაც მაქვს და პრაქტიკულიც, თუმცა არ ვამბობ რომ მე ამაზე ჯერ რომ მივხვდი საჭიროება იყო, სანამ რაიმე კამპანიას დავგეგმავ სიღრმეებში ჩავდივარ ისე რომ გავიგო სულ მცირე რა შეიძლება აქედან როგორ შეიძლება ეს კომპლექსური მოსაწყენი თემა ახალგაზრდა იქნება ეს თუ მედიის წარმომადგენელი იქნება თუ რაღაცა სკოლის მოსწავლე თუ მასწავლებელი მისთვის საინტერესო ენაზე ვაქციო და მე ამას ვერ გავაკეთებ მე თუ არ ვისწავლე ან ჩემი აი ესე ვთქვათ საიდუმლო იმისი რომ რაღაცა რასაც ვაკეთებ ხანდახან და ხშირად ძალიან კარგ შედეგებს დებს არის ის რომ ჯერ მე თვითონ კარგად ვეცნობი ამ კომპლექსურ პოლიტიკის თემებს ხშირად იმიტომ რომ ერთადად საკანონმდებლო ცვლილებებზეც არის ხოლმე საუბარი აი ინფლუენსერების კამპანიაც გამიკეთებია ენერგოეფექტურობის თემაზე და კონტენტს როცა ვწერდი შეიძლება და იქ რა ინფლუენსერი და მისცე რაღაც დავალება მაგრამ შენ უნდა შეგეძლოს ამის შემოწმება ამიტომ რეალურად სულ ვიღებ ხოლმე მთლიან package თავაზობ ყველას რომ აი მოდი მე დიზაინიდან დაწყებული განხორციელებით დამთავრებული იქ შენ ვიდეოში რა უნდა თქვა იმის ჩეკინგი და მონახაზი და ზოგადად რა შეიძლება იყოს ზღვარი და რა შეიძლება არასწორი მოკლედ ინტერპრეტაცია გამოიწვიოს ამაზე ვიღებ ხოლმე სრულ პასუხისმგებლობას და ხშირად აი ეს თემები რო ახსენე რომ აი ხორცის ჭამელებიდან რაღაც ადამიანებს აქვთ ხოლმე რაღაც keyword-ები კარგად დამახსოვრებული, რაც კარგად იყიდება და headline-ების ერაში ვცხოვრობთ რეალურად და აი ამ მონაცემებს ყიდიან კარგად, მაგრამ სიღრმეებში არ გადადი ლინკზე და გაიგე იქ რაღაც. კი, აი ეგ მოცემულობა უფრო გვაქვს, თუმცა არიან ნამდვილად. მაგრამ უნდა გამოიყენო რაღაც მომენტში, თუ იცი რომ ადამიანი ამას ტრიგერდება რაღაც მომენტში, რომ ცოტა ინტრიგულ რაღაცას მე გადაყვება და რაღაც შეიძლება რომ იმისგან საინტერესო რაღაცას დაიჭიროს, ალბათ უნდა გამოიყენო, არ ვიცი. იცი რა არის, შეიძლება ამის ოპტიმალური გამოყენება და მე პირადად გამომიყენებია, თუმცა აი დონორების საკითხი რო შემოდის აქ, ხშირად დონორები ამის საშუალებას არ გაძლევენ. მე ხარ როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი. ზემოთ აკადემიულს ითხოვენ, ხო? ნუ იქ არის მაგალითად ევროკავშირს თავისი კომუნიკაციების სტანდარტი აქვს, რომელსაც ვერ გადაუხოვდა, უნდა დაიცვა. იქ ყველა დონორს თავისი სტანდარტი აქვს და იმის იქით შეიძლება რომ რაღაცა შეიძლება გააკეთო, მაგრამ იმაში მაინც უნდა ჩაჯდე. და რეალურად ეს აკადემიურობა ხშირად ხელფეხს იგებს, იმიტომ რომ მასაზე თუ გინდა გახვიდე, ან რეალურად თუ მინდა რომ ჩემი ენერგოეფექტურობის შესახებ 1.5 მილიონმა ადამიანმა გაიგოს, თუ აი რა არის აი ხა ენერგოეფექტურობაზე რომ გავაკეთე აქცენტი, ეს ენერგოეფექტურობა სუფთა ენერგია ხშირად ვახსენებ და რეალურად მე როცა კამპანიის დაგეგმა დავიწყე მარტივიანით, ანუ რეალურად რო ვიცი, რომ ჩემი საზოგადოების 80% ეკონომიკურ სიდუხჭირაში არის და სოციალური პრობლემები აქვს, მე რო იქ მივალ და ვეტყვი, რომ იცი რა, შენ თუ სუფთა ენერგიაზე გადახვალ და ენერგოეფექტურობა ხო აი ენერგოეფექტურა განახლება ტექნოლოგიებს და დაგეგმა ანთფოიზოლაციას გააკეთებ და
რაღაცა ფანჯარას ორმაგი მინით შეუკვეთავ და უფრო მეტ თანხას დახარჯავ, იმიტომ რომ სუფთა გარემოში ვიცხოვრობ, იცი რა, სოფელში ისეთ სუფთა ჰაერია, შეიძლება ეს მიპასუხოს. ამიტომ მე რეალურად, როდესაც აი ამ კამპანიას ვგეგმავდი, თავჯერ მანამდეც ენერგოეფექტურობის მიმართულებით მქონდა ცოდნა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გავიღმავე იქ რაღაცა კურსებიც გავიარე, სამართლიანი გადასვლის მიმართულებით ერთწლიანი პროგრამა დავასრულე და აი ეს ცოდნა რო კარგად გამიაზრებინა, გადავიტანე პრაქტიკაში და როგორ. კამპანიის მთავარი აქცენტი არ ავიღე იმაზე, რომ უირა კაია ენერგოეფექტურობა, იმიტომ რომ გარემოს ვიცავთ. როცა გარემოს დაცვა გაქვს ხოლმე მთავარი keyword-ი კამპანიაში, ბევრ ადამიანს კარგავ, იმიტომ რომ აი ავტომატურად ეთიშება, რომ მე ახლა ჩემი შვილი მშიერია და აი მოდი რა გარემოს დაცვა გადავდოთ გვერდით. ვერ იღებ ამ მოკლედ ყურადღებას ვერ იღებ. ამიტომ გავაკეთე აქცენტი კომუნალურებზე. ანუ კომუნალური არის ის, რაც ჩვენი ჯიბიდან მიდის. და ავიღე კამპანია და კამპანიის მთავარი თემა იყო გადადის სუფთა ენერგიაზე დაზოგე თანხა. Save energy, save money. ანუ რეალურად დაზოგე ენერგია და დაზოგე თანხა. და ესეთი, როდესაც თანხაზე გავაკეთეთ აქცენტი, პირველი კამპანია. რეალური შედეგია ხა იმ რაღაც კონკრეტულ რაღაცას. 5 ვიდეო გავაკეთეთ და ამ 5 ვიდეოს 2 მილიონი რაღაც ნახვა ქონდა. აქვე ვიტყვი, რომ აი ეს მინიმალური სტანდარტები ხო გვაქვს და ეხლა მე რო გამოსულიყავი და ამ თემაზე მესაუბრა, რომ აი შენობებში მინიმალური სტანდარტები არის იმისათვის, რომ მშენებლობის ნებართვა მიიღო და ნუ აი ახლა რომ დავიწყო ამაზე ესე მოსაწყენად. რეალურად აკადემიურად სწორად საუბარი აუდიტორიას უკარგავ. ამიტომ შევქმნით ისე კონტენტი, რომ იცოდი თუ არა რომ თუ გინდა რომ რაღაც 50 კვადრატ ზემოთ შენობა ააშენო, უკვე ნებართვა გჭირდება და ნუ ეს ნებართვამ უკვე რაღაცა ალერტი გააკეთა რა, მაშინ რომ რა ნებართვა მჭირდება. ნუ პირველი გამოკითხვა გავაკეთეთ და ალბათ მშენებლობის ნებართვა, მაგრამ მშენებლობის ნებართვის იქეთ კიდე რა შესაბამისობის დეკლარაციები არის წარსადგენი, ამაზე ჩაუშვით ძალიან მარტივი ვიდეო. რეალურად ყველა კამპანიას ზოგადად არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სოციმედია კამპანია, იქნება ეს კლიმატის თემაზე, იქნება ენერგოეფექტურობაზე, ვუდგები მე პირადად ასე როცა ამის საშუალებას მაძლევს. ხო, ვერ ვიტყვი რომ ერთი რაღაც გავაკეთე თუნდაც წალკის მუნიციპალიტეტში და იგივე გავაკეთე ქედის მუნიციპალიტეტში, როცა სხვადასხვა სეგმენტი მყავდა, ფოტო კონკურსი რო გავაკეთე ერთ რეგიონში, იქ ცოტა სხვა აქცენტი მქონდა გაკეთებული და ქედაში უფრო სხვა კრიტერიუმები. ამიტომ ეს არის რომ უნდა გქონდეს მოქნილობა და რეალურად ვის გინდა რომ მიწუდე. და ხანდახან არა, ხშირად ვიტყვი, ცოტა ისე გამომივა, ამბიციურად ნათქვამი და შეიძლება არ მოეწონოს ბევრს, თუმცა ხშირად ჩვენი როგორც საზოგადოების და ასევე კონტენტის შემქმნელი ადამიანების რაღაცა კონკრეტული პროექტის იდეის ავტორების პრობლემა არის, რომ ძალიან ლამაზ დავარცხნილ გასუფთავებულ ვიდეოებს, ანიმაციებს, პროდუქტებს, იგივე ტრენინგებს ვქმნით, მაგრამ არა იმ საზოგადოებისთვის და იმ აუდიტორიისთვის, ვისაც ეს სჭირდება. ანუ მე თუ ისეთ ვიდეოს მომაწვდი, სადაც რაღაც ულამაზესი ანიმაციები გადადის, მაგრამ ჩემამდე არ მოდის, იმიტომ რომ მე სხვა საჭიროება მაქვს, ჩემთვის შეიძლება უფრო გავლენის მომხდენი იყოს, ჩემს სკოლაში რომ აქტიური ბავშვი არის, ჩემი ბიძაშვილის ნათლიანო არის, ან ვიღაც ისეთი ახლობელი, ის რომ რაღაც პროექტში ჩაერთვება და მე ის რომ ამ თემაზე ილაპარაკებს, ან რაღაცა კონკრეტულ ადგილზე кейს შექმნი, დეცენტრალიზებული კამპანიები უფრო მეტად მუშაობს და ის შარშან წინ გავაკეთეთ ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამა მიმდინარეობდა ქვეყანაში. 9 რეგიონული ენერგოეფექტურობის კამპანია. ნუ თავიდან ჩემთვის როგორც კომუნიკაციის ექსპერტისთვის ეს კამპანია რომ ჩემი კოლეგებიც იყო ამაში ჩართული და მოკლედ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამაზე. ეს რომ დავჯდარიყავით თბილისში, მე და კიდევ 3 ადამიანს რომ შეგვექმნა ამაზე ვიდეოები, კონტენტი, მოკლედ სტატიების სერია, იქ რაც უნდა გაკეთებულიყო, იგივე ბანაკიც რო გაგვეკეთებინა, ბორდ გეიმი რო გაგვეკეთებინა და ბევრი რაღაც, ჩვენთვის იყო უფრო ბევრად მარტივი. იმიტომ რომ დაჯდები ხა და ერთი ხოლგის ქვეშ კამპანიის გაკეთება ბევრად უფრო მარტივია. მოდელობა შევცვალეთ და გავაკეთეთ დეცენტრალიზებული კამპანია. ჯერ რო კამპანიის ქოლი გამოვაცხადეთ ამაზე, ანუ მიღება განაცხადების და შემოვიდა ინტერესი, აღონთ არ შევზღუდეთ, ეს არ იყო მხოლოდ სამოქალაქო სექტორისთვის. თუ იყავი აქტიური ტიპი, უბრალოდ და რაღაცა გენდობა, მოსახლეობა, ან გაქვს ამბიცია, ნების ინდივიდსაც შეიძლება მონაწილეობის მიღება. და ავარჩიეთ, მოკლედ შევქმნით ეს განაცხადი, მივიღეთ განაცხადი, შევაფასეთ, შევარჩიეთ 9 რეგიონში სხვადასხვა წარმომადგენელი, მედიაც, ინდივიდუალური პირიც, ასევე სამოქალაქო გაერთიანებაც, არა როგორც რაღაც ორგანიზაციად რეგისტრირებული და მეორე ეტაპი იყო, რომ აი საგრანტო პროექტებზეც ხო ხა კანონის და იმის ფარგლებში ბევრი პრობლემა არის ხოლმე და მანდაც არის რომ აი საგრანტო პროგრამები ხანდახან ძალიან დიდ ამბიციებს ისახავენ, რაღაცა შესრულების ინდიკატორები ძალიან მაღალი აქვს და აცდენილია ხოლმე ხშირად რეალობას რა, ანუ სიმართლე რომ გავამხილოთ და ვთქვათ
და მეორე მექანიზმი რაც ჩვენ ამ მიღებული გაკვეთილიდან გავაკეთეთ იყო რომ კი შევარჩიეთ ესენი, მაგრამ შემდეგ გავუკეთეთ მენტორობის პროგრამა. რომ აი მაგალითად შენ რო ეს კამპანია ასე გიდევს, მოდი მე შენ გასწავლე უკეთესი ვიზუალი როგორ გააკეთო. მოდი მე შენ ამაზე ტრენინგს ჩაგიტარებ. მოდი მე რაღაცა შენ დაწერილ პროდუქტს კიდე ფიდბექს მისცემ. შრომატევადი იყო ძალიან, თუმცა შედეგი რა თქმა უნდა იყო, ხო? შედეგი იყო ძალიან კარგი, იმიტომ რომ მინიმალური ბიუჯეტი ქონდა ამას, არც ერთი მარკეტინგული სააგენტო არ გააკეთებდა ამ თანხად, თუნდაც ცენტრალიზებულ კამპანიას, შეიძლება ითქვას. ერთი რომ ადამიანებმა ისწავლეს ბიუჯეტის მართვა, მეორე რომ ისწავლეს სხვადასხვა, ანუ პროცესშივე ისწავლეს. იდეა ქონდათ საკუთარ პრობლემებზე მორგებული. და შედეგი რა მოხდა, რომ აი ბანაკიც გაკეთდა, საველე პირობებში ენერგოეფექტური სტანდარტები როგორ შეიძლება რომ დაიცვა, ან საპიკნიკე სივრცეში როგორ შეიძლება განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები გამოიყენო. ძალიან კარგი აი რეგიონებს შორის თანამშრომლობის პრაქტიკაც დაინერგა. იქ იყო რაღაც პოსტერების კონკურსი, ბორდ გეიმი შექმნეს ბავშვებმა, რომლებსაც ატრენინგებდნენ იქვე მასწავლებელს ქონდა ერთ-ერთი პროექტი და ენერგოეფექტურობაზე შეიქმნა ბორდ გეიმი, რომელიც შემდეგ სამჯერ ქონდა წარმოდგენილი ევროპის დღეზე და ძალიან დიდი ჩართულობა და ინტერესი გამოიწვია და სხვათა შორის AI-ის გამოყენებით შექმნეს ეს ვიზუალები და ბევრი რაღაცა კონტენტი. ანუ ეგეც ძალიან კარგი მაგალითი იყო. მაგას შევეხებით ახლა ბოდიშურს პატარა იმას გავაკეთებ, რომ აი რეგიონალური ჭრილის კონტექსტის ჩართვას შევეხები მარკეტინგულ ნაწილში რა. აი, ბევრი ვიდეოში ხდება ხოლმე, მაგალითად რეგიონში დადიან და ინტერვიუებს იღებენ პირობითად სხვა კონტენტ კრეატორები ან ჟურნალისტები ან შემოერებ და პატარა დაკათულ ვიდეოს რო დებენ ხოლმე, მაგალითად გურიაში, იმერეთში ან კახეთში ჩაწერილი ადგილობრივი მოქალაქის და აკეთებენ ხოლმე აი სუბტიტრებს რა, წარწერებს, სადაც საუბრობს. და ხშირ შემთხვევაში ის რომ კილოთი რაღაც სიტყვას იძახის, რომელიც თავისია იდენტურია, რა, ანუ საკუთარი პერსონალიზებული ამბავი არის. ავთენტურობა არის ამაში. ახლა აი სუბტიტრებში ასწორებენ და სწორად როგორც გრამატიკულად არის სწორი სიტყვა, იმას სვავენ. აი მოიაკ რაღაცა პირობითად, მოდი აქ წერე. აი მაგას ვერ ხვდები ხოლმე რატო? აი რა მუღამი აქვს მაგ ყველაფერს, რატო შვებით მაგას არ ვიცი, იმიტომ რომ ის ვიდეო იმიტომ არის ნახვადი, რომ ის ადამიანი ეგრე ლაპარაკობს, თავის იდენტობა აქვს და თავის საქმეს შესაბამისი ენით საუბრობს, ხო? ეგ არის ყველაზე ისეთი, აი, ყველაზე რეალური ამბავი, რაც შეიძლება რომ მიიღებდე ყველაზე უფრო ნამდვილი და არა ის დადგმული, თორე წეგავთ კი რა ცენტრალიზებულად შეგიძლია ერთ ოთახში დაждდეთ და ერთ ეგივე ადამიანმა ილაპარაკოს, იქ სხვა რეგიონის პრობლემაზე, რა თქმა უნდა, შეიძლება ეგ, მაგრამ მეორეა რომ იქ ადგილობრივად რო ჩაიყვან და საკუთარ ენაზე, როგორიც არ უნდა იყოს, ის ალაპარაკებს, რომ მეტად გამოხატავს და რაც მთავარია, თავისიანები იმ რეგიონში მაცხოვრებლები უფრო მეტად გაუგებენ, ვიდრე ხა შენ რაღაცა ცოტა სხვანაირი გრამატიკული და ვარცხნილი ტექსტებით ან ვიზუალებით ილაპარაკო. კი, ნამდვილად გეთანხმება. აი მეც უბრალოდ აი ხშირად არის ხოლმე რომ მინდა კოლაბორაცია მაგალითად ჭირდება, ну აუდიტორია როცა ყავს კონკრეტულ, რა ვიცი, ინფლუენსერს, კონტენტ კრეატორს თუ რაც გვინდა დავარქვათ, როცა გინდა რომ რაღაც ხმა მიაწვდინა მოსახლეობას, შეიძლება გამოიყენო ეს რესურსი, მაგრამ მეორე საკითხი არის აქ სწორად შერჩევაც ალბათ რა. ყველას თავისი ნიშა აქვს, არავის ნიშაში ვერ ვერები, ვისაც უნდა ის აკეთოს, თავის საქმე აკეთოს. უბრალოდ ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ზოგადად ავთენტურობას კარგავენ ყველა მიმართულებით რა, რაღაცა გატრენდდება და ყველა ერთნაირი ხდება. ყველა ერთნაირი ხდება. და ეს არის ძალიან ცუდი რეალურად, იმიტომ რომ აი ეს მე არ შემიჩნევია, აქვე ვიტყვი რომ არ ვსკროლავ, ძალიან დღის განმავლობაში შეიძლება 10 წუთი შევამოწმო, მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციებში ვარ. ძალიან ცოტას ვსკროლავ, მოკლედ და ჩემი პირადი, მოკლედ ეს რაღაცა კომუნიკაციის პროექტებში ვარ მაქსიმალურად ჩართული და ყოველთვის რაღაც ანალიზს ვაკეთებ, სხვა როცა მჭირდება, მოკლედ TikTok-ზეც შეიძლება რომ რაღაცა TikTok-ზე რო კამპანიის შეშვებას ვაპირებდი, ოჯახის წევრის ის გამივიღე, მოკლედ რეკომენდაცია, რომ აი ვის უყურებ და ეს თუ გაგიგია. ну რა თქმა უნდა ხავ ცნობ ბევრს, მაგრამ მე თვითონ ხვდები, რომ პროდუქტიულობაში და ბევრ რაღაცაში ხელს მიშლის, შესაბამისად შეზღუდული მაქვს აი მაქსიმალურად და მე თვითონაც ხშირად მინდა ხოლმე რომ საკმაოდ დიდი აუდიტორია მყავს Facebook-ზე, ადრე გამოვირჩეოდი ჩემი აზრის დაფიქსირებით, რაღაცა engagement-ი მქონდა, სანამ ეს influencer marketing-ი ძალიან მოკლედ ესეთი
ხელმისაწვდომი გახდებოდა ალბათ ან ტრენდული გახდებოდა მე თვითონაც AI-ს არ შემოვიდოდა ხო ცალკე თემა არის ანუ ავთენტური სანამ იყო და რაღაცნაირად მქონდა ხოლმე სიამოვნებდა ადამიანებთან ინტეგრაცია ამ ფორმით ნუ რაღაცა დავდებდი პოსტს ან რაღაცა შეხედულებას მე ვიღებდი უკავშირს ეხლა რო ვაკვირდები ხშირად მაქვს ყველა პლატფორმა შევდივარ თუმცა აი რაღაცნაირად მე თვითონ პერსონალურად კავშირი დავკარგე რომ ვაკეთებ იმისთვის რომ საჭიროა რომ მოვეწვდინო ხმა მაგრამ იგივე რომ ჩემთვის ვაკეთო ძალიან მიჭირს და ხშირად მქონია ხოლმე ეს მომენტი რომ აი ვიცი რომ საჭიროა რომ უნდა დავიწყო იმიტომ რომ მე მყავს სულ მცირე 2000-ზე მეტი ახალგაზრდა მყავს რომლის უშუალო ტრენერი ან მენტორი ვიყავი და იმათთვის ხშირად აზრს აქვს მნიშვნელობა აზრს აქვს მნიშვნელობა ანუ რაღაცა opinion maker-ი შეიძლება მისთვის იყო და ეს ადამიანები აი რა ვიცი ხა გურიაში რომ ჩავედი და ინტერვიუებს რო ვატარებდი სხვადასხვა ერთ-ერთი 10 დღის განმავლობაში 5 სოფელში რო ვიყავი 5-დან 5-ვეში ერთი ბავშვი მაინც ნახდა რომელიც ბანაკში იყო ჩემთან და რაღაცა ძალიან კარგი არის მათთან კავშირი და მეორე საკითხი არის ხოლმე რომ მინდა რომ რაღაცა შესაძლებლობები გავაზიარო და ვიცი რომ აი მეგობრებში მყავს და ჩემს თორებს ნახულობენ მიგურლებენ ხოლმე რაღაცებს და ხშირად ამის გამო შეიძლება გავაკეთო, მაგრამ რეალურად აი AI-ის კიდე უფრო გამარტივებამ და ყველას რაღაც ერთნაირი კაის ავთენტურობას კარგავენ, იმიტომ რომ რაღაცა სტანდარტი არის, ან რაღაც გატრენდდება და არა და ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ აი ეს არის, რომ აი რაც რეალური და ემოციურ კავშირს როცა ამყარებ, მე უფრო მეტად გისმენენ, მე უფრო მეტად აინტერესებს, თორე ხა მე ძალიან კარგი სკრიპტის დაწერა შემიძლია, რა ვიცი, ნებისმიერ მეწარმეზე, რომ აი რაღაცა რა კაი წარმოება აქვს, ამას იყენებს ეკომეგობილ სტანდარტებს, მაგრამ ის რომ თავისიანით გიყვება ამას, უფრო მეტი სანდოობა აქვს, ხო, რეალურად და აი რეკომენდაციებსაც მე პირადად არ ვიცი კომპანიები რატო თვლიან ხოლმე რომ ეს ნუ მარკეტინგი ნუ ცალკე მიმართულება არის ხა, მაგრამ ჩემთვის აი შენ რომ მომხმარებელი ხარ, აი საით რო ვაწყობდი პირობითად და რაღაცაზე რომ მჭირდებოდა და რომ გკითხე, შენ რომ მირჩიე, რომ აი მოდი აქ იყიდე ეს დომენი და ესე გააკეთე, შენგან უფრო მეტად მივიღე ეს, მანამდე 5 რეკლამა ვნახე და ნუ აი დობის მომენტი არ ვიცი შეიძლება მე ვარ ზედმეტად კრიტიკული. აი ინტერნეტი ისე არის გაჯერებული უბრალოდ, რომ აი დობის ფაქტორი უფრო მოქმედებს რაღაცეებზე, იმიტომ რომ ყველა შეუძლია უკვე ყველაფერზე წეროს, ეგ არის ძალიან ისეთი რა. ხო, აი ადრე რაღაცა კოპირაიტერი. სტილიც უკვე ერთნაირია რა და ეგრევე ვხვდები გააჩნია თუ თვალი არ გაქაწაფული. ზოგადად მანამდე მედია ციგნიერება იყო პრობლემა, რომ ადამიანებს აღხსნა დეзинფორმაციის ისინი როგორ უნდა გაეფილტრა და ეხლა უკვე AI-ის კონტენტი რა შემოვიდა, ყველა ჟურნალისტი გახდა, ყველა აქაც რა პრობლემას შეცდომას უშვებენ სხვა გადაცემის ან სხვა ფორმატში სასაუბრო ამბავია, მაგრამ AI-ის პოსტებს ვინც ხშირად წერს, მეც ყოველდღურად ვიყენებ AI-ის ძალიან ბევრი დანიშნულებით, მაგრამ პრაქტიკაზე მე მინდა რომ პრაქტიკის ნაწილში მან რა თქმა უნდა არის რაღაცა კონკრეტული ხელსაწყოები, რომ AI თულებსაც აქვს რაღაცა ინსტრუქციის კონკრეტული განყოფილებები, სადაც შეგიძლია რომ შენს გემოზე, შენს ენაზე მიცე ინსტრუქცია და ყველა დაწერილი პოსტი აბსოლუტურად შენზე მორგებული იქნება, მაგრამ ხო, ანუ შესაბამისად ცოტა მეტი უნდა იცოდე, რომ კარგად გააკეთო და მაგ შემთხვევაში ვეღარ მიხვდები. პასუხისგებლობას შემოვიტან, რომ ანუ რეალურად თანხმდებდებით იმაზე, რომ AI სისტემები და ეს მონაცემების მოკლედ ზოგადად რა AI-ს მნიშვნელოვანია და საჭიროა. მნიშვნელოვანი არის, საჭიროა და ძალიან დიდ footprints, ანუ გავლენას ახდენს გარემოზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ენერგორესურსი ჭირდება და წყლის რესურსიც ჭირდება. და აქ როგორც გარემოს დაცვითი მიმართულებით პასუხისმგებლიანი პირის და არა რაღაც ექსპერტული ცოდნის შეფასებით, ჩემ ვალდებულებას ვხედავ, რომ აი იქ რომ ნუ რაღაცა ორი შეფასება იყო, ვკითხულობდი, რომ დაახლოებით ერთ ნაწილში იყო, რომ 9 ლიტრი წყალი არისო, ერთი რაღაცა ის რომ დაგენერიროს არის ხო პრომპტისთვის და conversation-ი რო გაქვს რაღაცა მოკლე თემაზე 9 ლიტრი წყალი სჭირდება ამის გაგრილებას და მეორე იყო რომ რაღაცა 0.32 მილილიტრი. არა აქ მნიშვნელობას რამდენი ლიტრი წყალს ხარჯავ, ეგრე კბილის გახსნის დროსაც შეიძლება 5 ლიტრი. თუ არ გაინტერესებს, ნუწერ ტყუილად. არა, სწორად წერა ისწორება, ანუ ამ რესურსს რო იყენებ. სწორად წერა უცვლი. ხო, აი, სწორად და თან კიდე მეორე საკითხი არის, ხა ადამიანს მოუწოდე რომ მოდი შენ ეხა კლოდში სწორად პრომპტინგი ისწავლე. რეგიონში ძალიან დიდი ბოდიში ინტერნეტზე არის პრობლემა რა, მაგრამ მეორე საკითხი არის, რომ ვინც კონტენტს ქმნის ისინი მაინც ნუწერთ ტყუილებს, იმიტომ რომ რაღაცა დამიკომენტარე და მოგცემ იმას გამზადებულ ბიზნეს იდეას და
ეს არის ადამიანების შეცდომაში შეყვანა და ეს არა engagement-ის ერთი მეთოდია, რომელიც ჩემთვის მიუღებელია. მე რაღაც რამდენჯერმე დავწერე კიდევ მაგის დაკავშირებით. იმიტომ რომ დაწერა იმაში Facebook-ში როწერ მაგას. და მე უგზავნიან მე სპეციალურად ბევრს დავუკომენტარე, აქვე ვიტყვი უცხოელებსაც მათ შორის, რომ იმეღო და გამოგიგზავნიან რაღაც ძალიან დიდ დოკუმენტს, სავარაუდოდ ვიღაც ამ ძალიან დიდ დოკუმენტს მე ატვირთავს და კიდევ უფრო ამუშავებს ამ სისტემას, რომ უფრო მეტი ენერგია მოვიხმაროთ და უფრო მეტი რესურსები დავხარჯოთ. ეგეც ძალიან ესეთი ცუდი პრაქტიკა არის. პასუხისმგებლიანი მომხმარებელი უნდა იყო ყველა მიმართულებით. დღეს რა ჭამო რა იკითხებით ChatGPT-ს? ხო, აი. არ არის საჭირო. დაფიქრდით ხო, მაგ მიმართულებით როგორ გამოვიყენებთ? თუმცა აი მე პირად მაგალითს გეტყვი, აი კონტენტ ანუ ინფლუენსერებთან დაკავშირებით მქონდა, რომ რეალურად ვინ აპოპულარულებს ამ ადამიანებს, ისევ საზოგადოება ხო? აი თუნდაც რომ არ მოსწონს ვიღაცას და რომ არ მოსწონს და კომენტარებს უწერს და რაღაცა უკავშირს გამოხატავს, ეს engagement-ი მაინც იზრდება და იზრდება. მე არ ვიძახი რომ ყველა უნდა გაქრეს, მაგრამ უბრალოდ იმდენად არასწორ ტირაჟირებას აკეთებენ ხოლმე ინფორმაციების, რომ ესეც კიდე ცალკე გამოწვევა გახდა კომუნიკაციებში ჩართული ადამიანებისთვის, რომ ანუ იქ დეზინფორმაციას უნდა ებრძოლო, იქ საკითხი არის, რომელიც ძალიან კომპლექსური და ტექნიკური არის და ახლა შეიძლება შენ და მეც, როგორც მოქალაქეს არ მაინტერესებდეს, რომ ენერგეტიკის გაერთიანების ხელმომწერი ქვეყანა ვართ და 2030 წლამდე ემისიების შემცირება არის ჩვენი, ნუ ახლა ეს რომ ჩავუყვე პასუხისმგებლობა, ეს არა ანუ თუ ამ მიმართულებით მე ხა გარემოსდაცვითი პოლიტიკის ანალიზს ვაკეთებ და მსიამოვნებს ეს პროცესი, მაგრამ თუ არ გსიამოვნებს, არ არის ამის ცოდნა აუცილებელი და უცებ აი ამ თემების კომპლექსურად ანუ რაც საჭიროა რომ იცოდე რომ შენი ცხოვრება და ცხოვრების სტანდარტი უკეთესი გახდეს, ამაზე რომ მუშაობ და უცებ მე აქ მზღვავებული რაღაცა ის გარდა დეზინფორმაციისა და გარდა პოლიტიკის ცვლილებებისა და რესურსების რესურსები გაქვს ნაკლები, იქ გაქვს კიდევ ეკონომიკური პრობლემები, სოციალური პრობლემები, აქ რაღაცა საეთერო დრო ძალიან მინიმალურია, იმიტომ რომ დიდად პოპულარული არ არის დაკვეთა ნაკლებია, ასაკობრივი სეგმენტი, ანუ უამრავი პრობლემა გაქვს და კიდე შემოდის მარკეტინგი, რომელიც არასწორ შეცდომაში შეყავს მომხმარებლები. ეგეც ძალიან რთულია და აქვე აი როგორც ახალი დედა 9 წელი ჩემი შვილი და ყველაზე სენსიტიური ან მანამდე არ ვიყავი ესე რომ რაღაც ჩემი მექანიზმები მაქვს ტარგეტირებულად ვისთანაც მინდა რომ მივიტანო სიტყვა ნაკლებად ვიყენებ სოციმედიას შეიძლება და უფრო ფოკუსირებული პროგრამებს ვაკეთებ, რასაც ვამაყობ ისეთ შედეგები აქვს ხოლმე ხშირად. მაგრამ ყველაზე სენსიტიური გავხდი მაშინ, როცა აღმოვაჩინე კონტენტ კრეატორები, რომლებიც ბავშვთა პროდუქტებს აპიარებენ. და ერთ-ერთი იყო ესეთი, არ დავასახელებ ეხლა, მაგრამ ძალიან მინდა რომ ოდესმე მე თუ გავაქტიურდე ისე დავასახელო და დასკრინული გამოვიტანო ეგეთი კონტენტ კრეატორები, რომლებიც კონკრეტული ბავშვის კრემს აპიარებდნენ და ხდება ხოლმე ეს ხშირად, იმიტომ რომ რაღაცებს რომ სერჩავ ხოლმე რომ რაღაცა პროდუქტებზე როდის არის ფასდაკლება და ასე შემდეგ გავიგო. ეგეც ძალიან რთული პროცესია და მანდაც არ გვაქვს დალაგებული ბევრი რაღაც. აღმოვაჩინეს შემდეგ ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც ამომიგდა და არ ვიცი ეს ჩემო თვალმა რატო შენიშნა, რომ ანუ ერთ კონკრეტულს აპიარებდა და მეორეს, რომელიც მართლა ესეთი საკმაოდ ძვირი არის და კარგი არის და რასაც მაგალითად მეც ვიყენებ და ყველა მომხმარებელმა და ჩემ გარშემო მყოფმა ეგ მირჩია რომ გამომეყენებინა, თაროზე ედო ის ბავშვის გამოსაცვლელ პამპერსებთან და ამ დროს გვიპიარებ და უფრო დაბალ ბიუჯეტურ რაღაცას, რომ აი მე ამ ჩემ შულს ამას ვახმარ. და ეს ჩემი აზრით უკვე სიბოროტე არის რა და ანუ თან მით უმეტეს რაღაცა ზღვარი ხო, ანუ ზღვარზე საუბარი. შეიძლება რომ აი გააკეთო, მაგრამ რასაც შენ თავს არ უსურვებ, ის სხვას არ უნდა მიყიდო რა, რომ კარგია რა და მე მაგაზე მეტად აი ეს ბავშვი ინფლუენსერები რო არიან ხოლმე, აი მაგას ხო, ეს ბავშვთა უფლებების წმინდად დარღვევა არის. ოღონდ ეს ნუ ოჯახი რა თქმა უნდა წარმატებულად უწყობს ხელს ამ ყველაფერში რა და თვითონ ქმნიან ახლა ბავშვი კონტენტს ესე თავის თვერს ეკვის. ნუ ეს რამდენიმე არის ახლა ქართველი განსაკუთრებით და თვითონ საყვარელი ბავშვები არიან, რა თქმა უნდა, ორი აზრი არის ეგ და მართლა მათი ყურებაც სასაცილო არის, იმ გაგებით რა გაგებით შეიძლება იყოს პოზიტიურად რა თქმა უნდა. უბრალოდ აი მაინც ფიქრობ რაღაცა, რომ ეხა ის ამით იზრდება რა და რაღაც მომენტში რა თქმა უნდა, ეგ ცალკე პირადი სივრცე, ფსიქოლოგიური ხა იმ დროში ამდენ ხა როგორი იქნება მდგრადი 5 წლის ბავშვი ვერ იქნება მდგრადი რაღაცებთან მიმართებაში, იმიტომ რომ იქ რავი შეიძლება იმ ბავშვს ეგ Facebook გვერდი არ აქვს, ჩვენ არ კითხულობს ამ კომენტარებს, მაგრამ ნუ ადამიანების სიტყვებს ბოლომდე ვერ გააკონტროლებ, იქ ბევრი აგრესიაც მოდის ხოლმე, მშობლებზე, ბავშვზე რაღაცა მთელი ამბავი და ძალიან მნიშვნელოვანი არის კიდე საქართველოში ნაკლებად გვაქვს ხოლმე უსაფრთხოების საკითხებსაც რაღაც არ ეკიდებიან, რომ აი მაგალითად ყველანაირად მე ხშირად ყველა მონაცემ საჯარო წერა, ხო? ლოკაციების გამართული მაქვს ხოლმე ხშირად, ახლა არაფერს ისეც არ ვაკეთებ, რომ რაღაცა ძალიან ისეთი არ ძალიან პოპულარული ფიგურა ის რომ დამსწრდეს მაგალითად, მაგრამ ბავშვის უსაფრთხოებას ახლა მაგალითად როცა იცი რომ ქვეყანაში საკმაოდ რთული ვითარება არის, იქ
მაგალითად პედოფილია და მონაცემები გვაქვს ძალიან ძიმე და არ განმეორდები ამ თემებზე, რა ვიცი, გვაქვს ამაზე ინფორმაცია ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით ბავშვთა უფლებებზე. როცა ანუ ეგეც ალბათ შობის გადაწყვეტილება არის, მაგრამ სად დადის ბავშვი ბაღში, ცურვაზე როდის დადის და ასე შემდეგ, ყველაფერს რო ასაჯაროებ, მისი უსაფრთხოების პრობლემაც არის, ჩემი აზრით, რომ აი რაღაცნაირად ყველაფერი სააშკარაოზე გამოგაქვს და არა შეგიძლია რომ ამაზე თუ გინდა რეალური კონტენტი აკეთო, მაგრამ რაღაცა სტანდარტი შეიძლება რომ იყოს დაცული რა, მაგრამ ამას დიდი engagement-ი არ მოაქვს, ხო ეგ არის და. ანუ ხა მე რა თქმა უნდა ხა ყოველას თავისი გადაწყვეტილება აქვს, მე უბრალოდ აქ საუბარია რომ მე თვითონ უკვე სოციალური ქსელები არ არის ის გარემო, რა გარემოშიც პირობითად ჯანსაღად შეგიძლია რაღაცები აკეთო რა. თუ საქმეა და ბიზნესისთვის არ აკეთებ ხო და. შესაბამისად ჩემთვის ახლა ამ ჩემი საქმეიდან გამომდინარე საჭირო რაღაც არის, იმიტომ რომ ინფორმაციის მიღება გაზიარების ნაწილში ვიყენებ. იმაზე ზევით ვცდილობ რომ აი ბოლო წელია განსაკუთრებით რომ იმის ზევით რა ის რაც მე მაინტერესებს ინფორმაციების მიღების და ამის გაზიარების გარდა აღარ გამოვიყენო, იმიტომ რომ საკმაოდ ძაფრი გახდა, ტოქსიკური გახდა, ძალიან ბევრი ინფორმაციის მიღება. ანუ შეიძლება რომ მარტო აქ ნეგატიური ინფორმაციის მიღებაც აღარ არის, რამდენი ინფორმაციის მიღებას ბევრი მიმართულებით, რა თქმა უნდა, საჭირო ადამიანის განვითარებისთვის, მაგრამ რაღაცა ამდენი განუზომელი ინფორმაციის მიღება, საიდანაც მარტო ნახევარდღე შეიძლება დაკარგო იმაში რა არის აქედან მართალი. ხო, ეგეც გაფილტრა რო გიწევს. ხო, გაფილტრა. შესაბამისად რაღაცა ალტერნატიული არხები ჯობია ისევ აი რაღაცა კონკრეტული გამოცემები წაიკითხო ხოლმე, ან სხვა სამეცნიერო ჟურნალი ან ონლაინ გამოცემა, რა თქმა უნდა, ხდო ჟურნალს აღარ ვკითხულობ, რა თქმა უნდა. იქიდან მიიღო ინფორმაცია უკვე შედარებით დამუშავებული და სანდოობა, რომელსაც აქვს, აიწერა სანდოობაზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ჩვენ. ის ბევრად კომფორტულია ჩემთვის, ვიდრე ეხა ყოველდღიურად გაშიარებული სხვა ადამიანების მიერ დაწერილი პოსტები, ხო? ნამდვილად. ანუ რეალურად თუ ანუ მე იმისთვის რომ შეარჩიო ვისენდობი, ძალიან ბევრი უნდა გაფილტრო. ამას ძალიან დიდი დრო მიაქვს და ყველა რეალურად ძალიან დაჩქარებული არის ეს პროცესები და აქაც AI-ზეც რომ შემოვიტანოთ ეს რაღაც რომ ზოგი რაღაც ორი განსხვავებული ის არის და სოციალურ ქსელში ეს პანიკა არის შემოსული, რომ AI ჩაგანაცვლებთ რაღაცა, ну კი, რა თქმა უნდა, რაღაც სამსახურები გაუქმდა და ბევრი ჩანაცვლდა მაგალითად, თუმცა ადაპტაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და როგორ მოქნილები ვიქნებით, რომ მივიღოთ მაგალითად ეს მოცემულობა. მე პირადად ჩემს საქმიანობაში მე არ ვარ ტექ ტიპი და არც რაღაცა კომპეტენტურად არ ვთვლი თავს, რომ მაგალითად გამოვიყენო, ვისაუბრო ამ თემაზე, რომ როგორ უნდა გამოიყენო შენ კონკრეტული პლატფორმა. თუმცა როგორც მომხმარებელმა შემიძლია ვთქვა, რომ რა კონტენტსაც მე ვხედავ, აი მაგალითად 10-დან 9 თუ რაღაც 10 ტიპი რომ ვნახო, რომელიც AI-ის გამოყენებაზე კონტენტს ქმნის, ყველა მგონია რომ თვითონ AI-იმ დაგეგმა ეს კონტენტი და მესაუბრება და მეორე მხარე არის აქ, რომ მე თვითონ აქტიურად ვიყენებ და ვიყენებ ყველას თავის დანიშნულებით, მაგალითად რა, იქ Gemini-ისთვის უნდა გამოვიყენო, ვისწავლე, იქ კლოდს რა სკილები აქვს და ელემენტარული რაღაცა შეკითხვებისთვის ხა ამინდი როგორი იქნება და ასე შემდეგ არ დავტვირთო, იქ რაღაც ყველას კვლევითი მიმართულებით რომელი თული არის კარგი, ეს ყველაფერი ვისწავლე დამოუკიდებლად და იმდენად ხელმისაწვდომი არის რესურსები თვითონ ამ პლატფორმების მიერ შექმნილი კურსები და არა მაგალითად ვიღაცები ვინც ამას თარგმნიან და ყიდიან, ну კი ეგეც ეკონომიკური ის არის, შეიძლება ვიღაცას ერჩივნოს, რომ ეს ყველაფერი გამარტივებულად მე გასწავლო. მაგრამ აქ არის პასუხისმგებლობის ამბავიც, რომ მანდაც იმისთვის რომ გაიყიდოს ძალიან შეცდომაში შეყავთ მომხმარებლები და რეალურად ახლა მე მაგალითად მივხვდი, რომ სულ ფიქრობდი, ანუ ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმდინარე პროექტი რომ მაქვს, სულ ფიქრობდი, რომ აი რა კარგი იქნება, რომ ასისტენტი ავიყვანო და იმიტომ რომ რაღაცები გავფილტრო, მაგრამ ну აი არ ამიყვანია ესე ადამიანი. ასისტენტი უნდა აწყო. ხო და ასისტენტი ავაწყე. სხვათა შორის რეკომენდაციები რომ მომეცი შენ სად რა გამევლო და პოსტი რო დადე, მე გადავედი. კლოდზე იყო, ხო? კლოდზე იყო, გავიარე ბიგინერი კურსი რო იყო, 101 იყო, მე იყო სამი კურსი დავხურე და ნუ რაღაცა ჩემი ასისტენტი ავაწყო, მე Gemini-ის რაღაცა გამოვწერე. კამერა თუ გაქვს და გაქვს AI ხელსაწყო, რომელთაც რაღაცა მონიტორინგი შეგვიძლია აკეთო. იდეა გქონდა მაგასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება მაგის მონიტორინგი და შემდეგ უკვე ადამიანის ჩარევის გარეშე ხელით არ გვინდა მან ანუ ხო, რეალურ დროში რომ ამუშავებდეს ამ ინფორმაციებს და გაძლევდეს ან სხვა რესურსით სხვა წყაროში პირობით. აქ სექტორებს შორის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი შემოდის ჩემი აზრით, რომ აი ხშირად აი მაგალითად მე რა პრობლემაც მქონდა და ბოლოს ვიტყვი რა შევქმენი ამ პრობლემის გადასაჭრელად. აი ძალიან ბევრი მიმდინარე პროექტი არის ხოლმე, თუნდაც გარემოს დაცვითი მიმართულებით, დემოკრატიის, ну, ბევრი დონორის მიერ დაფინანსებული პროექტი არის, იგივე ბიზნესებიც ახსენე, ხო შენ?
ყველა რაღაცას ვაკეთებთ და ვაკეთებთ რაღაცა კოორდინაციის გარეშე რა. და მოსაპტიჭკათ მათ შორის. ვიღაცები განსაკუთრებით. ხო, აი ეგეც არის, რომ ხარისხზე ზოგს მეტი ამბიცია გვაქვს, ზოგს ნაკლები. ეცაღან ახსენ შენ კონკრეტული პროექტები და რაღაცა აქტივობები, რომელსაც აი სიღრმისეულად, რაღაც კონტექსტურად, რაღაცებს შეხედე, ჩაუღრმავდი, გააკეთე. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტები დაიხურა, მე დღემდე მაქვს ამ ადამიანებთან თანამშრომლობა და აი გუშინ მაგალითად არ ვიყავით თბილისში, მაგრამ დამირეკეს და აი ეს გარემოს დაცვის დღე იყო და მითხრეს, რომ აი რაღაცა კონკრეტული გადაცემისთვის რა შეიძლება რომ გაკეთებულიყო, რა გაგვაშუქებინა და მაინც აქტიურად ვარ ჩართული, მაგრამ ეხლა ყველას ვერ მოთხოვ მაგას, მე ეხლა ყველა რო არაკეთებს, აი ზუსტად ეგ ქონდა ხას გასულია, ბევრი არაკეთებს ამას სამწუხაროდ, ბევრისთვის ეს რაღაცა მართლა სამსახური გახდა და სამსახური რა თქმა უნდა, ამაში არაფერი არ არის ცუდი, მაგრამ მეორე არის ადამიანი წაღადაც ის შენ თქვი, ხო, რაღაცა ადამიანური ნაწილი, ნდობა, ის რაღაცა რომ შედეგი ქონდეს ამ ყველაფერს რეალური და არა ის რომ მართლა რაღაცა კონკრეტული რაღაცა შეასრულო და ითქვა, წერენ თქვი მათ შორის დონორებისგან არის ხოლმე ხანდახან შემთხვევებში რაღაცა არეალისტური მიზანის დაგეგმა, რომ შეიძლება რაღაცა ხარდაჭერა არის ხოლმე მოქნილობაზე ნაკლები, რომ მე რომ დავგეგმე პროექტის დროს, ხა შეიძლება არც ვერ მუშაობდი ამ რეგიონში და მიზანი ამის დივერსიფიკაცია იყო სიტყვაზე ეკონომიკის, მაგრამ რომ ჩავედი რეგიონში და გავიგე რომ ამ ხალხს სანამ მე ადვოკატირების მექანიზმებს ვასწავლი, მანამდე ნდობა უნდა გავუჩინო, რომ ჩემთან მოვიდეს და რაღაცა ჩემგან ისწავლოს, მაშინ მე მჭირდება რომ ერთი რო ან ვინც უფრო მეტად მენდობა, მაგრამ არ არის ჩემი სამიზნე ის მოვიყვანო ტრენინგზე და ვთქვა რომ აი 30 ადამიანი დამესწრო, აქედან 16 ქალი იყო, აი მე შემილია ამისი და რა თქმა უნდა წარმატებულად შეგიძლია 30 ადამიანი დაგესწრო, მაგრამ ვინ დაგესწრო? ჭირდება და ამ ადამიანს შეინტერესება არის კი გადაწყვეტილების მიმღები პირი. ხა მე მაგალითად რეგიონებში მაგდროს მნიშვნელოვანია რომ შეიძლება რომ რეალური სეგმენტი შენი იყოს 10 კაცი, მაგრამ ისინი თქონ 30 და რა ჯობია მანდ რომ 10 რომელსაც მართლა გამოადგება ის და ტრენინგო თუ 20 დაამატო. მეორე საკითხია რომ შენ წერ რეალურად ხო ამას ხო აი ეგ არის ხო ან ხანდახან არის ხოლმე რომ რაღაცა ძალიან დიდ ციფრებს წერთ და აი ციფრებით ან რეალურად სტატისტიკა ძალიან კაია. ხო და რატო წერთ? აი ეგეც ხო ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ხრომოვიკ ხო, ანუ ხედა მან მაინც შეფასების ნაწილი არის რომ რა ჯობია მაინც ისევ 10 დაატრენინგო რომელიც იცი რომ მაგრად გამოიყენოს ამ ყველაფერს გრადია და რავი აი 200 მოიყვანს მერე კიდე და იმას ასწავლის და რაღაცა თუ 50 რომელსაც ერთიც არ გამოზგეს შეიძლება იქიდან რა. და აქ კიდე მეორე საკითხი ჩემი ესეთი დაკვირვებით არის რომ ყოველთვის ვთილობთ ხოლმე ისეთი ადამიანების გაძლიერებას რომლებიც ნუ თავიდან რაღაც აი მე რო პირობითად ვიყავი 1000-ანი მოსწავლე და მოკლედ შენ ბანაკში წამიყვანდი თუ არ წამიყვანდი მაგალითად მე არაფერი შეგეცვლებოდა. არა, შემეცვლებოდა, კარგი იყო ჩემთვის, მაგრამ არასდროს არ აძლევ შანსს, ვინც მაგალითად 1000-ანი არ არის, მაგრამ არ არის აუცილებელი რომ იყო კარგი აკადემიური მოსწრების, საერთოდ არ არის და არ მიმაჩნია, რომ შეიძლება იყო ბევრად უფრო ტექნიკური ტიპი, უკეთესი აზროვნება გქონდეს, ან უფრო მეტად დაუმუღამო რაღაც თემას, ვიდრე მე ამას შევძლებ. ან მე როცა რაღაც პროექტებს ვაკეთებ, ყოველთვის მაქვს ხოლმე ვაღოთ როცა ავტონომია მაქვს ამაზე და ამიტომ ვცდილობ ხა რომ ისეთი საქმეები ვაკეთო, სადაც გადაწყვეტილებას ისე მივიღებ, რომ აი ვთვლი რომ ესე არის საჭირო, ჩემი მიზანი არის არა რაოდენობა, არამედ ქცევითი ცვლილება, რომელიც ამ წლების განმავლობაში დავინახე და ყოველთვის როცა რაღაცა პროექტზე ვმუშაობ, მომაქვს მაგალითი, რომ აი პროექტში მე და რაღაცა კოორდინაციის შეხვედრა და მქონდა X თანხა. მე ავდექი და ამ თანხით გავაკეთე 2, რომელიც არ მქონდა, მაგრამ ეს 2 იყო, რომ ჯერ შეფასება გავაკეთე და მე ამის აქედან წამოსული იდეების მიხედვით გავაკეთე კონკრეტულად X პროექტი. მე ამ პროექტის მე ერთწლიანი მონიტორინგი გავაკეთე იმისთვის, რომ მე თვითონ არ მქონდა შემეძლო და მეწერა, რომ აი მაგალითად 16 მედია პროდუქტი დაიდო, იყო იდეალური, ერთიანად აიწია თემამ და სუფთა ენერგიაზე და განახლებად ენერგიებზე, მაშინ როცა ეგ მენტორობის პროგრამა გავაკეთე და აქაც 2 უცხოელი ექსპერტი გქონდა ჩამოყვანილი და ადგილზე გადამღები ჯგუფიც კი დავიქირავე, რომ თუ კი ვინმეს ჩაწერა უნდა და ინტერვიუს ისინიც ან იქვე შევქმნით პროდუქტები და მალევე გავრცელდა ეს არ იყო კლიმატზე უკვე ენერგეტიკის მიმართულებაზე იყო. ძალიან წარმატებული მოდელი არის და როცა მე დემოკრატიის მიმართულებით ცოტა საერთაშორისო ასპარეზზე ვარ წარმოდგენილი, ევროპული დემოკრატიის ახალგაზრდული ქსელი არის ესეთი 27 ქვეყანას აერთიანებს და ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი ამ ქსელის, მე გლობალური დემოკრატიის პლატფორმა არის, რომლის ვიცე-პრეზიდენტი გავხდი 24-ში და მე რაღაც გლობალური დემოკრატიის ფორუმი გავაკეთეთ ვილნიუსში და მახსოვს მანდ მქონდა кейსად გატანილი
მოკლედ როგორ ვაკეთებ მედიასთან თანამშრომლობის მექანიზმები, როგორ შევქმენი და ეს სისტემა როგორ მუშაობს და იქ ყავდა ძალიან კარგი პროდიუსერი იყო ჩამოსული, ერთ-ერთი აღარ დავასახელებ ვაშინგტონში მოქმედი ამერიკელი ტიპი იყო და რომელმაც მითხრა რომ ანუ ესეთიო მიდგომაო, ანუ მე როცა ამ ბუთკემპს ვაკეთებდი, რომ დავსერჩე რაღაც მედია ბუთკემპ, აგეთი არ იყო, რაღაცა იყო paid პროგრამა, გამოვიწერე, ვნახე და შესაბამისად მაგ პროექტში მითხრა რომ ანუ ეს მოდელობა რაც შექმენი ძალიან საინტერესოა. მე გამომართვა ამისი კონცეფცია, წაიღო გააკეთა მან. ანუ სხვადასხვა ქვეყნებში მოკლედ გადააქვს, ანუ არ არის აუცილებელი რომ მე ხა კლიმატზე ვსაუბრობ, ეს რომ რაღაცა კლიმატზე იმუშავა, შენ რომ ტექ მიმართულებით საუბრობ, შეგიძლია კონცეფცია რომელმაც იმუშავა, აიღო ჩემგან და ანუ ჩემგან არ მკითხო, იმიტომ რომ მე როგორ გავაკეთე, ანუ ეს გაზიარების მომენტიც ცოტა ისე აქვთ ხოლმე რა, მე რაღაცა გავაკეთე, სულ არ აზიარებენ ხო. ანუ არ გინდა რომ ამის ინტეგრაცია გააკეთო და ამაში თახას არ ვითხოვ, ანუ ყოველთვის რაღაცა მდგრად შედეგზე ორიენტირებული, მგონია რომ სხვაც ეგრე უნდა იყოს, მაგრამ მე პრაქტიკაში ვაწყდები რა. თურმე არა ხო. ესე რომ კარგი გამოვიდა, მოდი არ მომპაროს იდეა და ესე რომ აი მე მაგალითად მე არ უყურებ იმას, რომ მე თუ მაგარი ბიზნესი ავაწყე და ჩემ გარშემო თუ ყველა გაჭირვებულია, ვერავნაირად ვერ იქნება ჩემი ბიზნესი წარმატებული, რაც არ უნდა ფული შეიძლება ერთჯერადად იშოვო ფული, მაგრამ ანუ სულ რო აი რაღაცა ის ჯაჭვი თუ არ შეიქმნა ღირებულების აზრი არა. იგივე თქვი აი პროვაიდერების თემაზე რა, შენ ინტერესი უნდა იყოს რომ მომხმარებლ ანუ ყველა მიეწოდო სერვისი ყველას რომ მეტი შემოსავლით შემოგივიდეს ის კმაყოფილი იყოს, შენს კმაყოფილი იყოს, მაგრამ მაგას წარმოების და მიღების ისახა რაღაცა ერთი რაღაცა. მაგას თავი რომ დავანებოთ აი ბანკის ამბავი ხო ჩვენს მეც ტექნოლოგიების ბანკის ძალიან ბევრი ხანია ვაკეთებ და აროს არ მოგვითხოვენ ნიშნების ფურცელი, მაგრამ არსებობს რაღაცა რამდენიმე დიდი ორგანიზაცია მას შორის რომელიც სულ ითხოვს ნიშნების ფურცელზე რაღაცა შინაგანი ის მოგხომე რაღაცა უკმაო პროტესტი ხო აი რა დატო რა მე კი პრობლემა არ მქონდა მეც დატარჩინებული მოსწავლე ვიყავი მაგრამ რა ვიცი ჩემს გარშემო შეიძლება კონკრეტულ საკითხებში ბევრად ჭკვიანი თანაკლასელები მყოლოდნენ რა კონკრეტულ საკითხებში განსაკუთრებით და დღემდე არიან ხო და აროს არ გქონია, იმიტომ რომ კონფერენციებზე დიალოგის რაღაც შეხვედრებზე გასვლებზე ძალიან ბევრი რაღაცის მონაწილე ვარ, გარდა ამისა, ну ჩემი რაღაცა პროფილი პოლიტიკის, საჯარო პოლიტიკის ანალიზი, სტრატეგიული კომუნიკაციები პოლიტიკის ჭრილში, პოლიტიკის მესამე ძირითადად ამ მიმართულებით და ну აი ძირითადად ახლა ვერ ვიტყვი რაღაც ეკოაქტივისტი ვარ მე, უფრო პოლიტიკის ანალიზზე კონცენტრირდები და ასევე დამოუკიდებლობაზე და უსაფრთხოებაზე საუბრისას როცა ვამბობ, რომ ქვეყნისთვის, ჩემთვის სტრატეგიულად ანუ პერსონალურად ამ შემთხვევაში და არა როგორც რაღაცა ორგანიზაციის წარმომადგენელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა და სუფთა ენერგია მოკლედ იყოს ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ვემხრობი კონკრეტული ჰესების მშენებლობას ოღონდ არა რაღაცა კონკრეტულ ტიპს ვუჭერ მხარს ჰიდროენერგიის და ჰიდრორესურსების გამოყენება მნიშვნელოვანია, როცა ვამბობ, ოღონდ უნდა მოხდეს ამის ერთი რომ მხარს უჭერ, მაგრამ მხარს უჭერ სწორად გაკეთებას რა. და მათ შორის ის პანელები რეგიონებში აი ძალიან მაგარი რაღაც არის ხო, ყველა საქმე არის ეგ და ხო რაღაცა მე მგონი იაფთება მაინც, ეხლა რაღაც ხელმისაწვდომობაც იზრდება მას. ხელმისაწვდომობის პროგრამები არის, ასევე საერთაშორისო დაფინანსების მექანიზმებიც არის და ესეც უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ხა მე მაგალითად აი მანდ უნდა დებდეს მთავრობა ჩემი აზრით ბევრ ფულს რა რეგიონებში ადამიანებს აი მეორე რომ ინფორმაცია უნდა მიაწოდო, იმიტომ რომ იქ რეგიონშიც ესე ხდება რომ ვიღაცა უკვე რაღაცა წარმოება აქვს გამართული, ვიღაცამ გაიგო ეს ინფორმაცია, დააპილოტაო 3 წლის წინ და მე ის ერთი რომ ძლიერდება ძალიან კარგი არის ეს რომ ვიღაცას ქონდა, ხა მე რომ 10 წლის წინ რაღაც დავიწყე და გავძლიერდი და 10 წლიანი გამოცდილება მოხდა, რა თქმა უნდა უფრო წინ ვარ, მაგრამ პარალელურად ჩემი მეზობელი რომელსაც იმედიც კი არა აქვს რომ რაღაცა მისთვის კეთდება, ანუ უნდა შევქმნა მე ისეთი ღირებულება რომ დავაჯერო, ანუ პროექტებმაც რაღაცნაირად უფრო მეტი დისკომფორტი უნდა შეიქმნან, რომ იმედი დარწმენა გააჩინონ, თორე ხა ერთეულები საქართველოშიც უაკეთებთ რაღაცა შეიძლება, ну საზღვარგარეთაც, ანუ ყველგან გამოგვივა შეიძლება ესე ვთქვათ რა, აი ვიღაცას თუ ჩემი ბანაკების ინტერესი, ჩემი მიზანი ყოველ შემთხვევაში ჩემი ბანაკებში აროს არ იყო ხოლმე ცოდნის გაზიარება იმ დონეზე, რომ ის ადამიანები ძალიან განათლებული ბრუნდებიან უკან, რა, იმიტომ რომ ეგ არის აბსურდი. ანუ აბსოლუტურად 7 დღეში და 5 დღეში ვიღაცას ისეთ რაღაცას ასწავლი, რომ აი რა მთელ ცხოვრებას და აი ჩემი მიზანი ყოველთვის იყო ინტერესი გაღვივება, გაჩენა თუ არ არსებობს და ამ მიმართულებით შესაბამისი ხელსაწყოების ან ინსტრუმენტების ან ბაზების გაზიარება, რომ აგერ ეს არის და აქ შეიძლება მე გააგრძელო და ხა ადამიანს ისეთ ცოცხალ ორგანიზმს, რომელიც ადამიანები ვართ, ინტერესი არის ის, რაც ალბათ ყველაფერს გავაკეთებინებს რა და ინტერესო გაუღვიებ ადამიანს, ნებისმიერ იმედი და ინტერესი ხო. მისცემ და მე გავუცრუებ, იმიტომ რომ ისევ რაღაცა კონკრეტულ იმაზე კონცენტრირდები, რომ აი ეს კი
მე კი მინდა რომ ყველასთვის იყოს, მაგრამ მაინც მარტო 5 ადამიანისთვის არის. ეგ არის ძალიან ცუდი მიდგომა და აი მაგალითად მე რომ პატარა მაგრამ რეალი ან ტყუილათაც არ უნდა მიცე იმედი. ხანდახან რეალისტური უნდა უთხარო იცი რა არის აქ აუზათ კი ხართ, მაგრამ შეიძლება მარტო ორს გამოგივიდეთ რა, პირობითად რა. ან რეალურად მე რომ შესაძლებლობას ვქნი იგივე ხა მაგალითად ისევ სამოქალაქო სექტორის და მედიის ტვინინგის პროგრამა გავაკეთე, ეს ბოლო ეტაპი იყო 3 წლიანი მედიის სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას ცალკე ვმუშაობდი და ბოლოს მომივიდა ესეთი იდეა, რომ აი პროექტი სრულდებოდა მაშინ და ვთქვი, რომ აი ძალიან კარგი იქნება, რომ იქ შეფასების დოკუმენტებს მე მარტო კომუნიკაცია ვერ ვიყავ, მონიტორინგი შეფასება სწავლების მიმართულებით, მოკლედ პროექტის პარალელურად ვაკეთებდი, რომ აი რა მიმუშავა, მოდი რა შევცვალოთ, რაღაცა ამში ვაკეთებდი შეფასებებს და ერთი რაც იდეა გამიჩნდა, მოდი გავაკეთოთ რაღაცა ტვინინგის პროგრამა, დაპარტნიორება ამ სექტორის და უცებ შეიძლება იფიქრო, რომ აი რაში ჭირდება სამოქალაქო სექტორს და მედიას დაპარტნიორება და განსაკუთრებით ახლა კლიმატის და ამის მიმართულებით. ცოტა თავიდან ცოტა ისე იყო, მაგრამ მე რომ შევხედე იქაურ შეფასებებს, რომ ანუ მედია ამბობს, რომ მე კი მინდა რომ ეს გავაშუქო, მაგრამ რესპონდენტი ვინ უნდა ვიშოვო, იქ რეკავ არ პასუხობს, ის არ ვიცი, ის ჩაკეტილია და ტიპებს ახლა არ ვიცნობ ისე როგორც ახლა მაგალითად საარჩევნო მიმართულებით იქნებით რაღაც დემოკრატიული, თუნდაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი უფრო პოპულარული და ცნობადი არის, იმიტომ რომ ტელევიზიებში უფრო მეტად იწვევენ და ამ ჩვენ სექტორში ნაკლებად არიან და მედიაში წარმოდგენილები, შესაბამისად ცნობადობაც ნაკლებია და ჟურნალისტებიც ნაკლებად იცნობენ სამოქალაქო სექტორის განსაკუთრებით რეგიონული სამოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სწორედ აი ამ 3 წლიანი პროექტის დაგვირგვინება იყო ჩემთვის ეს იდეა, რომ რაღაცა მოდი მე მაქვს X თანხა, შემიძლია გავაკეთო ფორუმი, მოვიწვიო ყველა და წარვადგინო შედეგები, ან მოდი შემიძლია გავაკეთო დაპარტნიორების პროგრამა, რომელიც ასევე მოიყვანს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს, გავაკეთეთ და მანდაც ჩამოვიყვანე BBC-ს ოღონდ სხვა ჟურნალისტი, რომელიც სამოქალაქო სექტორშიც მუშაობდა. UK-დან, გაერთიანებული სამეფოდან ჩამოვიყვანეთ და მახსოვს პირველი, ანუ ეხა ერთ თემაზე ხო ვერ დაატრენინგებ ორივეს და რაღაცა ან ვორქშოპს ვერ შესთავაზებ და გამიჩნდა ის ამათი გამოწვევა რა არის რომ მედიას ვერ აინტერესებს რა თემა აქვს ანუ ვერ იღებს რა მედიის ყურადღებას სამოქალაქო სექტორს და მედიის მხრივ იყო რომ აი რაღაცა კონკურსები და ისინი კი აქვთ მაგრამ არ ვიცით როგორ უნდა მოვიგოთ ან მივიღოთ მონაწილეობა აი როგორც ეხა შენ მარი გვირეკავ რომ ეხა ეს პროგრამა მაქვს ეხა რაღაცა საგრანტო პროგრამა მაქვს ეხა ის მაქვს რომ გვეუბნები და გვირეკავ და რეალიზებს გვიგზავნი ანუ ესე ხო ვერ ვხედავთ რაღაცა კიდება მაგრამ არ ვიცით და გავაკეთე პარალელური რაღაცა ორდღიანი იყო ერთ ნაწილში წავუყარეთ მედიის წარმომადგენლები და ანუ ცალკე ოთახში დატრენინგდნენ პროექტების იდენტიფიცირებაზე და დაწერაზე როგორ შეიძლება რომ რაღაცა სამოქალაქო სექტორიდან ან თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციიდან ეხლა უკვე რთული არის მაგას ლაპარაკი, მაგრამ როგორ შეიძლება როცა იყოს საშუალება წარმოიღო და მეორეს მხრივ სამოქალაქო სექტორს ვასწავლეთ როგორ უნდა გააკეთო მედიასთან კომუნიკაცია. რა დროს უნდა გაუგზავნო პრეს-რელიზი, რა დროს უნდა დაურეკო პროდიუსერს, როდის უნდა შეეხმიანო ჟურნალისტს, ანუ პრეს-კონფერენცია საღამოს რო არ უნდა ჩანიშნო და დილის საათებში უნდა ჩანიშნო. აი ეს მექანიზმები რაც მუშაობს ეს ყველაფერი ვასწავლეთ. ოღონდ ეს ხდებოდა პარალელურ რეჟიმში, მაგრამ სანამ დავყოფდით ამ ადამიანებს სხვადასხვა ოთახებში და სხვადასხვა ტრენერები და ტრენინგებდნენ პირველი რამდენიმე საათი იყო ცხარე დისკუსია, რომ აი შენ მე არ მეთანამშრომლები, შენ მე არ მაშუქებ. რაღაცა ეს დიდი ის იყო, რომ აი რაღაცა ერთმანეთის მიმართ საკმაოდ კრიტიკული უკავშირი გაზიარდა და ამ მიდგომამ რო გაგრძელებულიყო და კიდე უფრო რო კარგად კოჰაბიტაცია შექმნა ხო რა რომ მე ბოლო დღეს ეს ადამიანები უკვე იმდენად დაუკავშირდნენ ერთმანეთს რომ აი ის რა წვავე კრიტიკა უკვე რეალურ მოდი რა ჩვენ თურმე ერთ საქმეს ვაკეთებთ და რას ვხედავ ახლა მე ყველა მყავს სოციალურ ქსელში მეგობრებში და მივხვდავთ იმისა რომ ლიმიტირებულად ვიყენებ გაფილტრული მაქვს კარგად რომ რაღაცა ზედმეტმა კონტენტმა არ შემოწუხოს და აი შემიძლია ვთქვა რომ 10 სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი იყო და 10 ჟურნალისტი, ბევრი არ არის ხო ამ შემთხვევაში. აქედან 3 სახელობითად შემიძლია დავასახელო რომ რა მედიის სახე გახდა ეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი და ისე დამეგობრდნენ და დაუკავშირდნენ ერთმანეთს რომ ხშირად ზუსტად ის ადამიანი რომელიც ამბობდა რომ თქვენ მე არ მაშუქებთ არასდროს ეხა ყოველთვის ხშირად არის მთავარი სპიკერი სხვადასხვა თემებზე არა განსაკუთრებული მნიშვნელობის არის რომ კონკრეტულად გარემოსდაცვითი თემა არ იყო მისი ნიშა რა ანუ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები წავიყვანეთ და
ანუ ესეთი რაღაც მოდალობები იმას არ ვიძახი რომ ვაუ რა მაგარი რაღაცას ვაკეთებ, მაგრამ აი ეს ტრენინგები ამოსული აქვს ხალხს ყელში ჩემი აზრით რა. ანუ მე რო შენ მიმყავ ხარ გირეკავ რომ აი მოდი შენ ერთი დღით ამითმე შენი ცხოვრების რო ტრენინგს დაესწრო, აი ამ ტრენინგით რაში მჭირდება სოციმედიის ტრენინგი პირობითად აი რეგიონებშიც რაღაცნაირად ხანდახან გონიათ ხოლმე ბევრ პროექტის მაშინ ჩართულ პირს რომ აი ეს ტრენინგი რაღაცა განსაკუთრებული შესაძლებლობა და იმდენად ამ წლების განმავლობაში რომ ბევრი ტრენინგი ჩატარდა, უნდა შესთავაზო ეს რესურსი მიმართო ისე რომ რაღაცა ხელშესათხების შედეგი წაიღოს და ეს შეხვედრა იყოს მისთვის ღირებული. აი მცირე მეწარმეებსაც ხანდახან უტარებ ხოლმე მე თვითონაც ტრენინგს უძახი, მაგრამ ტრენინგი ქვია, მაგრამ მოკლედ უფრო მენტორობის პროგრამა არის ყველა ჩემთვის და ამაზე არ ვსაუბრობ. აი სოციალურ Facebook-ზე ამდენი მომხმარებელი, ანუ თეორიულ ცოდნას არ ვაძლევ, იმიტომ რომ არ ჭირდება ამ ადამიანს რა. ანუ რო ვიცი რომ მას აქვს მცირე ბიზნესი და ჭირდება რომ კონკრეტული რაღაც გააკეთოს. აქტიუროს, ვეუბნები რომ მოდი გავხსნათ ახლა შენი გვერდი. მანამდე ვცდილობ რომ მივიღო რა გვერდები აქვს ინფორმაცია და გავაანალიზო და ვეუბნები რომ აი სულ მცირე იმან ჩემი ტრენინგიდან რომ ისწავლოს რომ ავტომატური რეპლაი შეუძლია რომ დააყენოს იქ რომ რაღაცა ვინოს რომ 15 ლარატყიდის პირობითად ვიძახი იქ რომ შემოვა ხელით რო არ უპასუხოს და ავტომატურად ხონდეს ეს ყველაფერი ინტეგრირებული, ეს არის ჩემთვის უფრო ქმედითი და ზოგადად მოთხოვნაც ეგრე მაქვს ხოლმე როცა რაღაცას ვაკეთებ და ამას განსაკუთრებული მუშაობა არ ჭირდება ჩემი აზრით რა. ანუ მარტივი რაღაც არის, თავი რომ დაგეგმო. უბრალოდ ხარისხის შემოწმებაში უფრო მეტი დრო მიდის რა, ვიდრე ის რომ ეხლა მე შენ მოგიწევ და შენი ლაპარაკებ და მე დავიშალით რა. ხო. აი, მარიამ, ბოლოს მინდა ესეთი რაღაცა ვიკითხო, ერთი რომ წარმოვახსენეთ რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში ძალიან დიდი გამოცდილება გაქვს მუშაობის ბევრ ქვეყანაში და შემდეგ. საერთაშორისო დონორები და ასევე კომპანიები, რომლებიც მოგებაზე არიან ორგანიზაციები და არა გრანტებზე. კი ბატონო. მათ შორის ეხლა ისიც ვახსენეთ რომ საერთაშორისო დონორები, რომლებიც საქართველოში ბევრ პროექტს აკეთებდა, ძირითადად რაღაც ნაწილი დაიხურა, რაღაც ნაწილი შემცირდა, უფრო გართულებული არის მოქმედებები. ეხლა რა სიტუაცია არის ამ კუთხით, აი ამ ბაზარზე რომ შევხედოთ, იმიტომ რომ ის ადამიანები და ის დონორები ასე თქვი იმის მიუხედავად ვისთვის როგორ ხედავს ამ ყველაფერს, ანუ რამდენად შედეგიანი თუ ქმედითია, მაგრამ ახლა ვისაუბრეთ რომ ბევრი აი ჩემთვის მათ შორის ეს მარკეტინგის ნაწილი შეიცვალა, ბევრი ამ საკითხთან მიმართებაში უფრო მეტი გავიგე და შევიმეცნე და რა თქმა უნდა ახლა ის სამიზნე ჯგუფი დარწმუნებული უფრო მეც გაიგებდა რაც იყო ამ პროექტების ფარგლებში, ხო? თუმცა რა შეიცვალა, ეხლა რომ აღარ არის ეს საერთაშორისო დაფინანსებები, სახელმწიფო რამდენად იყო ჩართული ეგ ნაწილი, მაინტერესებს, იმიტომ რომ საერთაშორისო დონორები რაც ვიცი, ყველა ესეთ პროექტში რა თქმა უნდა სახელმწიფოს გავლით ხდებოდა ხოლმე, იყო აუცილებელი მოთხოვნა, რომ სახელმწიფო სექტორი ან კონკრეტული სამინისტრო ჩართული ყოფილიყო ამ ნაწილში, სოფლის მეურნეობა იქნებოდა ეკონომიკის თუ სხვა, ასე ვთქვათ და უშუალოდ წარმომადგენლობა იყო ხოლმე და მათი ინტერესში იყო რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ისინი ბევრ ბენეფიტს იღებდნენ ხოლმე და ეხლა რომ ეგ ყველაფერი აღარ არის, ამდენად აკეთებენ დამოუკიდებლად ფულის გამოყოფა, ამდენად ხდება ამ მიმართულებით, ამდენად ხდება საინფორმაციო ან სხვა ტიპის პროექტების და კამპანიების დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან. ეგ მაინტერესებს და მეორე ნაწილი უკვე შენი როგორც რაღაცა ფრილანს ნაწილი მაინტერესებს, რა მიმართულებით მუშაობ, რა ქვია შენ კომპანიას, როგორ მიდის ეგ ნაწილიც ამ ყველა მოცემულობის გათვალისწინებით. კი ბატონო, მოდი დავიწყებ პროცესების მერე რა მოხდა. ძალიან ბევრი პროექტი გაჩერდა. უბრალოდ მე ვიტყვი რომ 2018 წლიდან მანამდე არჩევნების მონიტორინგზე მუშაობდი და მანდაც სხვათა შორის დონორების თქმა იყო რომ მაქსიმალურად ყოფილიყო ეს პროცესი, ადვოკატირების მიმართულებითაც მუშაობდი და ჩემი არც ერთი საქმიანობა აქამდე არ ყოფილა რომელიმე რანგის სამთავრობო უწყებასთან თანამშრომლობის გარეშე. ანუ ადგილობრივ დონეზე თუ ვაკეთებდით მაგალითად ეკონომიკის მაყურებელისთვის უბრალოდ რომ დონორი თუ შემოდიოდა საქართველოს და რამეს აფინანსებდა, ყველა თითქმის რაღაც ევროკავშირი იქნებოდა თუ ასე შემდეგ, ყველა პროექტში აბსოლუტურად იყო მაგათი წესები, რომ ყველა პროექტში უნდა ყოფილიყო რომელიღაცა სახელმწიფო დეპარტამენტი ან სტრუქტურა ჩართული. მაგის გარეშე არც ერთი პროექტი მოკლედ არ ფინანსდებოდა საქართველოში. ხო, ჩემ სექტორზე ვკონცენტრირდები, შეიძლება რაღაც მიმართულებით იყო, სადაც არ ითვალისწინებდა მეეჭვება, მაგრამ რეალურად მე რა პროექტებში ვწყობ ვარ ჩართული და რა ვიცი ალბათ 20 პროექტზე მეტში ვიყავ პარალელურ რეჟიმში მუშაობდი ხოლმე, როცა სრულ განაკვეთა ვიყავი დასაქმებული. არც ერთ პროექტში არ მქონი. თან ჩემი როლი იყო უშუალოდ გარდა კომუნიკაციების, ახლა მე ამაზე გავაკეთე აქცენტი, დაინტერესებული მხარეების კოორდინაცია. ანუ ამას ვაკეთებდი, რომ ახალი პლატფორმების შექმნა, ამ პლატფორმებში უნდა ყოფილიყო ბიზნესის წარმოდგენილი, სამოქალაქო სექტორი, მედია და რა თქმა უნდა
კონკრეტული პროექტიდან გამომდინარე მთავრობის წარმომადგენლები. იქნებოდა ეს მრჩეველთა საბჭოს შეხვედრები, ახალი კლიმატის პლატფორმის შექმნა, საკოორდინაციო საბჭოს შექმნა თუ ასე შემდეგ. და რეალურად ჩემი, რადგან მე უფრო მეტად პოლიტიკის ანალიზის ჭრილიდან მოვდივარ და ინტერესიც რატო წავიყვანე, რომ აი ძირითადად პოლიტიკის მეცნიერებაზე და ამ მიმართულებაზე ვსწავლობდი, სტრატეგიული კომუნიკაციებიც ამ მიმართულებით მაქვს პოლიტიკის ჭრილში. გარემოს დაცვითი დემოკრატია და რაღაცა კლიმატის მიმართულებით მუშაობა გახდა ჩემი ინტერესი, იმიტომ რომ პოლიტიკის ჭრილში დავინახე ამის ძალიან დიდი საჭიროება. და ჩემი ექსპერტიზაც მაგ მხრივ არის, ხა მე ტექნიკური ექსპერტი არც ენერგოეფექტურობის მიმართულებით ვარ, არც კლიმატის და ასე შემდეგ, მაქვს ამის ცოდნა, რაც მჭირდება იმის ფარგლებში. შესაბამისად, შემიძლია გულწრფელად ვთქვა, რომ ერთი პროექტიც არ მახსენდება, სადაც მე როგორც პროექტის განმახორციელებას არ მქონდა ვალდებულება. არა თუ რაღაცა სურვილი, რომ ანუ ეს პროექტი წარმატებულად არ ჩაითვლებოდა, თუ პირობითად მე არ მეყოლებოდა ჩართული სახელმწიფო წარმომადგენელი სტრუქტურა. კი, და ჩართულობას რას გულისხმობ? აი მაგალითად წალკის მუნიციპალიტეტში შექმნილი მედიაციისა და სამოქალაქო აქტივობის საბჭო. და რა იყო ამის მიზანი, რომ პირველად საქართველოში შეიქმნა რაღაც ქალთა საბჭო, რომელსაც მიეწოდა ინფორმაცია ადვოკატირების მექანიზმების შესახებ, გადავამზადეთ, მერე გავაკეთეთ პრობლემების იდენტიფიცირება, პრობლემის იდენტიფიცირების მერე გამოიკვეთა დაახლოებით 20-მდე პრობლემა და ამაზე შეიქმნა ამ იდენტიფიცირებულ პრობლემებზე შექმნით ადვოკატირების კამპანიები და პოლიტიკის დოკუმენტები. მათ შორის იყო გაზიფიცირების საკითხი, ინფრასტრუქტურული პროექტები და რა გავაკეთეთ? ეს რომ წარმატებულად ჩათვლილიყო, გავიგეთ პრობლემა. ანუ სამოქალაქო სექტორის როლი რა არის? მე რაც არ უნდა ბევრი კვლევა გავაკეთო, რომ პრობლემა სადღა გადაწყვეტილების მიღები პირი მაინც არის მთავრობის წარმომადგენელი. მე ვერც ერთ პროგრამას ვერ გავაკეთებ წარმატებით, თუ გადაწყვეტილების პირი არ მიღები პირი არ შეას დაგეგმო რაღაცა ციცინი, აშენ კოშკები რაღაც 20 წლების და პოლიტიკის დოკუმენტები გავაკეთეთ, მაგრამ რომ არ ყოფილიყო თანამშრომლობა და ნება, ამ პოლიტიკის დოკუმენტს გავაგზავნდით და წერილზე პასუხი არ მოვიდოდა. რეალურად მაშინ როცა ეს აქტიურ ფაზაში იყო და თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობდა, კი იქაც მექანიზმებია შესამუშავებელი ლობირების, ადვოკატირების, თუმცა იყო რომ აი პარლამენტის წარმომადგენლებს ხვდებოდი, იქ საკუთრების სააგენტოსთან ქონდა შეხვედრები, სამინისტროსთან ქონდა შეხვედრები, აი ეს ადამიანები, რომლებიც იყვნენ მოხალისეობრივად ამას ჩართული, დამყავდა ამ შეხვედრებზე და თვითონაც ცვლილების მონაწილეები იყვნენ და რეალურად დაახლოებით 13 მილიონი ლარის დამატებითი თანხა გამოიღო იმ 2 წლის განმავლობაში ცენტრალური ბიუჯეტიდან წალკის მუნიციპალიტეტზე. აქ იყო გზის დაგება რაღაც 7 კილომეტრიანი მონაკვეთის, ასევე იყო გაზიფიცირება, რომელიც 2026 წლისთვის თუ 7 წლისთვის იყო 2020-ში ჩადებული და გაზიფიცირება დაჩქარდა, იმიტომ რომ იქ გათბობის სისტემაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა იყო, ცენტრალური ის იყო გაკეთებული. რატო ვყვები ამას, რომ ყველა პროექტში წარმატებულად რო ჩათვლილიყო ეს პროექტი, აუცილებლად ჰქონდა გათვალისწინებული თანამშრომლობა და ეხლა რაც არ უნდა დავჯდე და მე თქვა რომ აი ეს კამპანია გავაკეთე სოციმედიაში ეს გავუშვი თუ რეალური ცვლილება ადამიანმა არ დაინახა რეალური ცვლილების განმახორციელებელი არის ის ადამიანები ვისაც ჩვენ ვირჩევთ არა ეხლა ანუ რა ფორმით ვირჩევთ და მე როგორ იმართება ყველაფერი ცალკე თემა არის მაგრამ რეალურად რა როლი აქვს გადაწყვეტილების მიღებ პირს რომ მე რომ აქვს წყლის პრობლემის საჭიროება იქ უნდა დაიგეგმოს ოპტიმალურად ბიუჯეტი მოდი ეხლა მარის გურიაში X სოფელში სადაც წყლის სათავე ნაგებობის გაწმენდა არ ხდება და ჩვეულებრივად ონკანიდან მოდის ტალახიანი წყალი და თუდალე ანუ აუცილებლად რა ვიცი სულ მცირე დიარეის პრობლემა და ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნება იქ გადაწყვეტილების მიღებულ პირი, რომელიც აირჩია საზოგადოებამ, უნდა იყოს თანამშრომლობის საკითხი. მე ადვოკატირების და პოლიტიკის დოკუმენტს დავწერ, მაგრამ თუ არ არის აღიარება ჩემი და არ მთვლი, ანუ ადვოკატირება ვერ შედგება, პრობლემის გადაჭრა ვერ შედგება, თემის ჩართულობა ვერ მოხდება, თუ არ გაქვს თანამშრომლობის მექანიზმი. და შესაბამისად, ყველა პროექტში დონორს ჰქონდა ეგ მოთხოვნა, რომ შენ რაც არ უნდა, კარგი ტიპი იყო მარი და რაც არ უნდა, კაი რაღაცები დაგეგმო და იძახო რა იმედიის პროგრამა და ის და ეს შედეგისთვის საჭიროა ეს რეალურად ნება არ არის და კარგად არ თანამშრომლობ შენ გადაწყვეტილების მიღებ პირებთან მე შენ არ დაგაფინანსებ ეს ესეთი ფორმით არ იყო მაგრამ იქ როცა სატენდერო არა ეწერა რომ სავალდებულო იყო რაც ეგ ნიშნავს ზუსტად მაგას რომ არ დაგაფინანსებ თუ არ გეყოლება პარტნიორი ჩემი გამოცდილებით მე არც ერთ პროგრამაში არ მიმუშავია სადაც უშუალო შეხება არ მქონდა პოლიტიკის შემქმნელებთან განმახორციელებებთან კანონმდებლობის მიმღებებთან და ასე შემდეგ და ეხლა რა ხდება ეხლა ამ რეალობაში ამ რეალობაში არის სხვადასხვა დონორს სხვადასხვა მოთხოვნები აქვს აქვე ვიტყვი ევროკავშირში აქვს რაღაცა ლიმიტირებული მოთხოვნები მე ხა აღარ ვარ თვითონ მაგნაცილში აღარ
აღარ ვარ ჩართული, ანუ აღარც დასაქმებული აღარ ვარ მაგ მიმართულებით, შეიძლება ვთქვა რომ აგენტი აღარ მარტივად გაუცხოური გავლენის აგენტი აღარ ვარ, იმიტომ რომ რაღაც ყველაფერი დახურულია, სავარაუდოდ აღარავინ არის აღარავინ ვართ აგენტები. და საერთოდ არ ვთვლი რომ რაღაცა ცუდ საქმეს ვაკეთებდი იმისთვის რომ ვიღაცა მეჭვი შეიტანოს ჩემ საქმიანობაში, ამას ზღიად ვაფიქსირებ ყველგან. ერთადერთი რა ხდება, არის რაღაც ტექნიკური მხარდაჭერის პროექტები, რომელიც მიმდინარეობს, ისევ ხარ ამ აგენტებზე კიდე მაინც ბოდიში ამდენ შეგაგაწყვეტინე რა. აი, რატო არის ერთი არასწორი სახელი რა? აი ხა აი ბოლო პერიოდში ინტერნეტში და შემდეგ ძალიან ბევრი ხდება, რომ იქ რუსეთის აგენტი დაიჭირეს, იქ იმის, რა თქმა უნდა, რაც თავის თავში ნეგატივს ნიშნავს, რომ რუსეთის ჯაშუში, ხო, აგენტი, ამ გაგებით ხა ნონოშვიზე ხო არავინ არ ლაპარაკობს, საუბარია აი ესეთ ტიპზე. და ნუ რატო შეიძლება ქართველისთვის, ადამიანისთვის, ვინ საქართველოში საქართველოს განვითარებისთვის აკეთებს საკუთარი დროის, ენერგიის, რესურსის ჩადებით, ასე ვთქვათ, ესეთ კარგ საქმეებს, იმას საკუთარ თავს უწევს აგენტი. ანუ ამაზეც, რა ვიცი, აი. მაგრამ აქ მეორე საკითხი არის კიდე სასაცილო, რომ ანუ ეხლა რაღაცა ის AI აგენტი. ხო, აი, შექმენი შენი აგენტები უცებ და აი ყველგებისა მე აგენტების სისტემა შევქმნი და ანუ რაღაცა იმდენად ისეთი სიტყვა არის, რომ თან არასწორი სახელი შეერჩიეს. ხო, ძალიან ცუდად არის ფორმულირებული და განსაკუთრებით მე ჩემი აგენტები შევქმენი და ეხლა უცებ ცოტა უცხოეთის გავლენის გამტარი აგენტები თუ ეს είναι რა. შეგიძლია ესე კლოდში შექმნა ეგეთი აგენტი გამტარი. ხო და რეალურად ეხლა მე რასაც ვაკეთებ არის რომ ისევ კონცენტრირდები თემის განვითარებაზე, რეგიონებზე, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაზე, ასევე სხვადასხვა სექტორებთან თანამშრომლობაზე, უბრალოდ რეალურად ამ წლების განმავლობაში რაც ყველაზე დიდი ესე ვთქვათ გარღვევა იყო, არის რომ ანუ ჩემ სექტორში განსაკუთრებით, ხანდახან გაქვს პროექტი და გინდა რომ გაიტანო აუთსორსზე, ხო? ანუ გინდა რომ ვიღაც დააკონტრაქტო და გააკეთოს. ცოდნა არის და მოკლედ, რადგან სამუშაო ბაზარიც ალბათ ძალიან ლიმიტირებული არის, მარკეტინგი, ხო? მარკეტინგულ სააგენტოებს იდეალურად შეუძლიათ კარგი პროდუქტების შექმნა, კამპანიების ჩაშვება, ნუ არავინ კონკურენციას არ გაუწევს ამ მიმართულებით, სავარაუდოდ მათი ნიშა ძალიან ესეთია, ცნობილი, ასევე ღონისძიებების ანუ ივენთ მენეჯმენტ კომპანიებს თავისი ნიშა აქვს. უბრალოდ როდესაც იყო ხოლმე შემთხვევა, რომ აი არ გაქვს ყოველთვის რესურსი და 20 პროექტი რო არის და რაღაც ყველგან რომ უნდა იყო, გინდა რომ რაღაც ბიუჯეტი რო არის გათვლილი, გაიტანო აუთსორსზე და მაგალითად გააკეთო რაღაც გარემოსდაცვითი გამოფენა, კონფერენცია და ასე შემდეგ. და ამაზე ყოველთვის მქონდა ხოლმე, რომ რაღაცა ერთჯერადი ღონისძიებები ყოველთვის განწირული არის ფეილისთვის, ანუ დამარცხებისთვის არის განწირული. შესაბამისად, გადავწყვიტე 8 წლიანი ამ სექტორში აქტიური მუშაობის შემდეგ, გარდა იმ საკონსულტაციო საქმიანობისა, რასაც ძირითადად საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობ, ეხლა და საქართველოზე ნაკლებად არის კონცენტრირებული. შევქმენი დავაარსე კომპანია, Upcomrise, რომელიც მუშაობს 6 მიმართულებით. 6 ძალიან ბევრი არის, მაგრამ ძირითადად ერთმანეთთან არის დაკავშირებული და რა არის განმასხვავებელი, ანუ არ ვართ PR კომპანია, არც რაღაცა წმინდა საკომუნიკაციო კომპანია, ჩვენ თავაზობთ end-to-end პროგრამირებას. ანუ პროგრამის დიზაინიდან დაწყებული, განხორციელებით დასრულებული და პლუს რეპორტინგი. და მთავარი მომწოდებლები ამ შემთხვევაში გარდა რაღაც საერთაშორისო ორგანიზაციების, რომელთაც შეიძლება იმპლემენტაციაში ჩავერთოთ იგივე ენერგოეფექტურობის პროგრამა რა ვახსენე, ან თუნდაც კლიმატის ინიციატივები, ან ტექ მიმართულებით თანამშრომლობა სხვადასხვა კომპანიებთან, რომ რაღაც გარემოსდაცვითი სტანდარტები დაინერგოს რეგიონებში. გარდა ამისა, თანამშრომლობთ ბიზნესებთან. საქართველოში CSR-ის საკითხი ახსენე შენ და ამაზე ამით გაგცემ ხა პასუხს ბოლოს ეპიზოდის ბოლოს. ჩვენ ვაკეთებთ CSR გარემოსდაცვითი კორპორაციული მდგრადობის და პასუხისმგებლობის პროექტებს, რომელიც არის ძირითადად გარემოსდაცვითი კლიმატის ცვლილების სამართლიანი გადასვლის, მწვანე გადასვლის და ზოგადად აი მარტივად რო ვთქვათ, მწვანე თემებზე კონცენტრირებული. ანუ შეიძლება განათლების ჭრილში სხვა საჭიროება ქონდეს, მაგრამ გარდა CSR-ისა კომპანიებს განსაკუთრებით რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე ან დომინირებენ, ან ექსპორტზე გააქვთ თავიანთი პროდუქცია, აქვთ ვალდებულება, ეს არის ESG ვალდებულება და ESG-ში E დგას environment ნაწილში, აქ environment-ში არის გარემოში არის სხვადასხვა ვალდებულებები, იქ რო შენ სუფთა ენერგიაზე თუ გადადიხარ, რეციკლირების საკითხებს თუ იყენებ და ასე შემდეგ, ეს რეპორტინგი კიდე ცალკე მიმართულებაა, მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე, რომ CSR-ში ძალიან
მნიშვნელოვანი თანხები იხარჯება, მაგრამ არის ხოლმე უფრო PR კამპანია, არავის არ ვაკნინებ ამით, თუმცა აი მდგრადი CSR პროექტები, რომლებიც შეიძლება იყოს ახალგაზრდების გაძლიერებაზე ორიენტირებული, ოღონდ აქაც თავარი ნიშა არის კლიმატი, გარემოს დაცვა, სამართლიანი გადასვლა და ახალი ტექნოლოგიები, ანუ ამ თულების გამოყენება. აი ამ პროგრამებს ვთავაზობთ სხვადასხვა ბიზნესებს და თანამშრომლობებს. ორგანიზაციებს და ბიზნესებს. ბიზნესებს და ორგანიზაციებს. ერთის მხრივ მათი პასუხისმგებლობის ამაღლებისთვის და მეორეს მხრივ რა არის ჩვენი განსაკუთრებული საკითხი, რომ მათ საჭიროებებზე მორგებული პროგრამის დიზაინს ვაკეთებ და ეს არ არის რაღაც მოდი დავჯექით და პროგრამა გავაკეთეთ 8 წლის განმავლობაში სწორედ ამ მოდელობას ვახორციელებდი სხვადასხვა ექსპერტებთან ერთად და ძალიან კარგი ესე ვთქვათ გუნდი არის ამ მიმართულებით შეკრული. თანამშრომლობთ ისეთ ადამიანებთან, ვინც რაშიც ჩვენ კომპეტენცია შეიძლება იტექ მიმართულებით ხა არ გვაქვს ეგეთი კომპეტენცია და არც ამბიცია რომ ამაზე დომინირება გავაკეთოთ, უბრალოდ აქაც სინერგია და თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ მე თუ ჩემ თავს განვაცალკევებ ამ კომპანიაში, ვიტყვი რომ მე მარტო ეს ნიშა მაქვს და სხვასთან არ თანამშრომლობ და მხოლოდ გარემოს დაცვაზე ვარ კონცენტრირებული, არ არის სწორი. რაც უფრო მეტ მიმართულებას ეთანამშრომლები, მით უფრო მეტად შეიძლება შედეგზე გახვიდე. შესაბამისად, ანუ სრულ პაკეტს ვთავაზობთ მომსახურების, რომ მათი სოციალური პასუხისმგებლობა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა იყოს რეალურ შედეგებზე ორიენტირებული, საკმაოდ მინიმალური ბიუჯეტით, იმიტომ რომ ხანდახან ძალიან დიდი ბიუჯეტები იხარჯება მარკეტინგში, რაც აუცილებელია ნუ ხა ბიზნესისთვის და გაყიდვისთვის, თუმცა CSR-ის ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით რეპორტინგის ნაწილში მგონია არის მდგრადობა და ასევე რეალური შედეგების ჩვენება. და განსაკუთრებული რა გვაქვს ამ მიმართულებით? პარტნიორობა მაქვს უკვე ორ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, არ დავასახელებ სახელებს, იმიტომ რომ არ გვინდა აქ ეს არ არის. შეგიძლიათ თქვა. ასევე თანამშრომლობთ როლ-ველენბერგის ინსტიტუტთან ლუნდში, რომლის კურსდამთავრებულიც ვარ. ახლა ვაკეთებ მწვანე მომავლის აკადემიას, რაზეც შენთანაც მომიწევს თანამშრომლობა, პასუხს ახლა რაღაც დეტალებზე ვეთანხმებ უკვე ამ ინსტიტუტთან და ასევე ვფიქრობთ სხვადასხვა ბანკების ჩართვას ამ პროცესში, იმიტომ რომ ეს არის საერთაშორისო ინიციატივა და ადგილზე შესაძლებელია მინიმალური რესურსების კონტრიბუციით მოხდეს რეგიონში საპილოტეთ გურია გვაქვს ახლა აღებული, რომ გაკეთდეს აი ეს მწვანე მომავლის აკადემიის, კლიმატის აკადემიის პროგრამა, რომელიც რეალურად იქნება საქართველოში იმ სხვა პროგრამებისგან განსხვავებული, არა ბანაკი, არა ტრენინგი, არა ვორქშოპი, არამედ კონკრეტული რაღაც 6-თვიანი პროგრამა, რომლის პარალელებშიც მოხდება ამ ახალგაზრდების გადამზადება, ასევე ტექნოლოგიური ცოდნის ინტეგრირება რეალურად გარემოსდაცვითი მონიტორინგის და ინიციატივების მიმართულებით და ასევე აი ამ იდეების რეალურ პროექტებად ქცევა ადგილზევე, რომ ჩვენ რომ ამ ბავშვებს გადავამზადებთ, უკვე თავიანთი შეიძლება ეს იყოს სოციალური ინიციატივა ან სტარტაპი. საბოლოო ჯამში ეს არის პროექტის რაღაცა მოკლე ხაზი. ამ ეტაპზე ვასრულებთ ერთ-ერთ პროექტს, ეს არის ეკო ბილიკი, digital ბილიკი გავაკეთეთ გურიაში, რომლის მთავარი მიზანი არის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ასევე, ნუ ეს არის მეორე მიზანი, მაგრამ ამით დავიწყე და ეკოტურისტული მიმართულებების გამოყოფა მუნიციპალიტეტში. ანუ რეალურად ტურიზმის მიმართულებითაც ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს რეგიონებში, ზოგი რეგიონი გაპიარებულია, ზოგი არ არის, გურია ერთ-ერთია, რომელიც არ არის და ძალიან ბევრი ადგილობრივი მეწარმე პრობლემას აწყდება, რომ წარმოჩინდეს სოციალურ მედიაში და რეალურად სოციალური ციფრული სამყაროდან მიიყვანოს მასთან მომხმარებელი. შევქმნით ონლაინ სივრცე, ეს პლატფორმა, სადაც ორენოვანი კონტენტი არის განთავსებული, ასევე 10 ლოკაციაზე, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსდა და სხვადასხვა დონორების, მათ შორის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტები აქვთ ბიზნესების განვითარების მიმართულებით და ითქმება დავდგამთ უკვე ლოკაციებზე სტენდებს, რომელიც QR კოდით დაგაკავშირებს აი ამ პლატფორმასთან და ნუ ერთის მხრივ ონლაინ სივრცეში მოხდება ამ პლატფორმის ჩაშვება ორ კვირაში უკვე ჩაუშვებთ და გურიაში რო ჩახვალ, ჩოხატაურში კონკრეტულად შეგიძლია რომ ეს ინფორმაცია ეს ამ საიტზე შეხვიდე და ნახო, შენს მიმდებარედ თუ კი რომელიმე საწარმოა, განთავსების ადგილია, ან არ ვიცი, ჩაის წარმოება არის, ასევე გასტრონომიული მიმართულებით კვების ობიექტია, შეიძლება არ იყოს ბიზნესი, მაგრამ სახლში აწარმოებდეს ყველს, თაფლს, ყიდეს, პომიდორს, ეკომეგობრულ პროდუქტებს, აი ამ ადამიანებს შევქმნით პროფილები, ტურისტისთვის მიმზიდველ ენაზე დავწერეთ ისტორიები და არა რომ რაღაც. თუმცა მეც მაინტერესებს, იმიტომ რომ ადგილობრივად რო ჩავდივარ ხოლმე რეგიონებში, სულ მაინტერესებს
მაგალითად, რა ვიცი, სახლში გამომცხვარი პური და სახლში მოყვანილი ყველი და არა მაღაზიიდან ნაკეთი პირობით ან ბაზრობით. პოპულარიზაციას აკეთებს ეს პლატფორმა და გარდა ამისა გვაქვს ბლოგების და სტატიების კომპონენტიც, სადაც გარდა იმისა, რომ ლოკაციას ნახავ, შემდეგ მომხმარებლების ესე ვთქვათ, რჩევებსაც გავაზიარებთ, რომ აი მაგალითად ბახმაროში ხშირად ადამიანები მიდიან ისე რომ არიციან რომ ჩოხატაური უნდა გაიარონ, ანუ მეფში ჩაწერენ, სადღაციდან მოდიან და ნუ აი ჩოხატაური უნდა გაიარო, რომ ბახმაროში ახვიდე და ეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გზად რომ მიდიხარ ბახმაროსკენ, რამდენი მეწარმე არის იგივე როწახვალ იმ მიმართულებით. რა შეგიძლია გააყოლო ხე? რა შეგიძლია ხე? ხო, აი ხანდახან არის ხოლმე, რომ გონიათ რომ ბახმაროში რო ვავნან, იქ სუპერმარკეტი დახვდებათ და რაღაცებს იყიდენ და უცებ აღმოჩნდება, რომ იქ სუპერმარკეტი არ არის და არც ბანკომატი არ არის და არც ბევრი რამე არ არის. უკვე 20 ბიზნესი არის ადგილობრივი რეგისტრირებული, თუმცა რო გავუშვებთ გაწევრიანება შეუძლიათ ყოველთვის. ამის მენეჯმენტს გავაკეთებთ ჩემი კომპანიიდან მომდევნო 2 წლის განმავლობაში და დავეხმარებით ადგილობრივ ბიზნესებს, რომ თავიანთი პროდუქცია და თავიანთი სერვისი წარმოაჩინონ ისე, რომ შენ მოგინდეს მისვლა. ანუ გაიგო რეალურად რა დაგხვდება. გარდა ღვინისა, აი მე რას გთავაზობ. იქ შეიძლება მასპინძელი იუმორით იყოს გამორჩეული ან რაღაცა კრიმანჭული შემოგთავაზოს ან ღვინის ტური შემოგთავაზოს. გას კულტურული ნაწილიც ხო? კულტურული ნაწილიც არის რა თქმა უნდა სიმართლე ყველაფერი, ანუ ისე არ წერია და ასევე რაც მთავარი არის, რომ აქაც გვინდოდა რომ ეს პლატფორმა არ ყოფილიყო მხოლოდ მეწარმეებისთვის. ანუ თუ გაქვს საოჯახო ბიზნესი და უბრალოდ ყიდი ყველს, ან საოჯახო ბიზნესი არა, ანუ რეალურად თვით დასაქმებულებს იმ ადამიანებს ვეძახით, რომლებსაც სოფლის მეურნეობაში ბოსტანში მაგალითად მოყავს მოსავალი და შეიძლება დამატებით ყიდდეს იქ კიტრს და პომიდორს და იქ ხშირად არის ხოლმე რომ აი ეს სუფთა პროდუქტი გვინდა რომ შევიწინოთ და ძალიან ესეთი არის ხოლმე ხელმისაწვდომობის ამბავშიც რთულია თბილისში განსაკუთრებით რთულია კონკრეტულ ლოკაციებზე შეიძლება სხვა უბანში გავიდეთ რომ ვიცით რომ სოფლიდან ჩამოაქვს რაღაცას და ვიყიდოთ და სოფელში ჩასული ადამიანი თუნდაც ადგილობრივი ტურისტი გაიგებს ინფორმაციას, რომ მე რო ეხა ჩავდივარ და სოფელ ბუკისციხეში ვრჩები, აი 1 კილომეტრში იქ ვიღაცა ჩურჩხელას აწარმოებს და შემიძლია ჩურჩხელა ვიყიდო იქ ადგილზე. ანუ ამის ინფორმაციას უკრავთ და საიდან წამოვიდა ეს იდეა? 2 წლის წინ გავაკეთე გურიის მარკეტინგის და ჩემ მეგობართან ერთად მარკეტინგის და კომუნიკაციის სტრატეგია. და გეგმა და ან სტრატეგია გავაკეთეთ როგორ ჩავატარეთ ფოკუს-ჯგუფის ინტერვიუები, გქონდა სემპლინგი, გამოვიკითხეთ უცხოელი ტურისტებიც, ადგილობრივი ტურისტებიც, ადგილობრივი მეწარმეები, ახალგაზრდები, ანუ სექტორების მიხედვით ჩავატარეთ გამოკითხვა, გავაანალიზეთ მონაცემები, ასევე გავაანალიზეთ დოკუმენტები და ამის შედეგად შევქმენი მარკეტინგის და კომუნიკაციის რეგიონისთვის უშუალოდ სტრატეგია, რომ რა შეიძლება გააკეთოს მუნიციპალიტეტმა, ანუ ვებსაიტი როგორ უნდა დაიხვეწოს, იდეების მონახაზი, ანუ სად იყოს საჭიროება იდენტიფიცირებული უცხოელი და ადგილობრივი ტურისტების მიერ, ასევე სოფელში ზაფხულობით რომ ჩადიან მშობლიურ კუთხეში იმ ადამიანების მხრიდან რა საჭიროებები გამოიკვეთა და ის დოკუმენტი ხელმისაწვდომია და შეიძლება ესე იდეა არ გქონდეს, მაგრამ მიხვდე რა საჭიროება გაქვს და აი აქედან ერთ-ერთი კომპონენტი იყო სწორედ წამოსული ტურისტების და ადგილზე დაბრუნებული ადამიანების მხრიდან, რომ აი მინდა რომ გავიგო, სად ვიყიდო და რა ვიყიდო და ნუ აი ამის მიხედვით მე პროცესში კიდევ უფრო დაიხვეწა, სხვადასხვა იდეები წამოვიდა და შეიქმნა ეს ციფრული პლატფორმა, რომელიც მდგრადობის ნაწილიც უზრუნველყოფს. ყოფილა ხშირად პროექტების ფარგლებში იქნება ხოლმე ვებგვერდები, პლატფორმები, კვლევები, თეორიები ძალიან კარგად არის და მე ამის მენეჯმენტს არ აკეთებს და გადავწყვიტეთ, რომ 1 წლის განმავლობაში რეალურად ამის მენეჯმენტს ვაკეთებ და შემდეგაც ვაპირებთ, რომ როგორც ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა ეს გვერდი არ მივატოვოთ და როგორღაც რესურსი, ეს მობილიზება გავაკეთოთ სხვადასხვა ბიზნესების და თუნდაც ინდივიდუალური პირების ჩართულობით, რომ მოხდეს უბრალოდ უზრუნველყოფა საიტის და ასევე კონტენტის განახლება. ძალიან მაგარია. ძალიან დიდი მადლობა მარიამ, ესეთი მაგარი ინფორმაციები რომ გაგვიზიარე. ყველა ლინკი და ყველა ინფორმაცია მარიამის საკონტაქტო თუ კომპანიის საკონტაქტო ასე ვთქვათ იქნება აღწერაში. თქვენ კი მეგობრებო, მადლობა რომ ამდენი ხანი გვისმინეთ და თუ გინდათ რომ გაიგოთ კლიმატის ცვლილებაზე, გლობალურ დათბობაზე, ან უშუალოდ ChatGPT-სთან კომუნიკაციის დროს, გამარჯვების და მადლობის თქმის დროს რამდენი ლიტრი წყალს მოიხმარს, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხით, დაწერეთ კომენტარები და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. ძალიან დიდი მადლობა შენ მასპინძლობისთვის და ასეთი კარგი პოდკასტის. პირიქით, მე მგონი ძალიან საინტერესო გამოგვივიდა, საკმაოდ ნაყოფიერი ეპიზოდი, გაგებით რომ ბევრ რაღაცას შევეხეთ იმის მიხედვით, რომ თემა ძალიან ისეთი მშობლობასაც კი მათ შორის და იმედი მაქვს რომ რაღაცა საინტერესო იყო ჩვენი მაყურებლისთვის. ძალიან დიდი მადლობა რომ გვეყვართ.
Thank you.